მიეცი ადამიანს ფული და ძალაუფლება და შენ ნახავ რა არის ის. როდესაც ადამიანი დარწმუნდება იმაში, რომ ის არის დაუსჯელი, ან როდესაც ვერ ხედავენ რას აკეთებს, ის ავლენს თავის ნამდვილ სახეს. ჩვენ უწესოები ვართ. რეალურად ჩვენ ეს მორალები გვაკავებს, მორალები და ზნეობრივი მაგალითები რო არ იყოს, მაგ შემთხვევაში, არ ვიცი, ხელაღებულად მოვიქცეოდით? მამაო, ჩვენში არისო დემონი? კიო, შვილო. ანგელოზიო? ანგელოზიცო. ესე იგი არისო მხეციცო და არისო კარგი რაინდიცო, კიო, ყველაფერი არის და ვინ იმარჯვებსო? ვისაც გამოკვებავო? აი ეს არის თავის ტვინი. და ეს სამ ნაწილად რო დავყოთ. აი ეს უძველესი ნაწილი უწოდებენ რეპტილოიდურ ტვინს. შემდგომ უკვე ძუძუმწოვრები წამოვიდნენ და აი ეს უკვე არის ადამიანი, თავის ტვინის ქერქი. ჩვენი ტვინი შრეობრივად მოიცავს მთელს ჩვენს ფილოგენეზურ წარსულს. ეს რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს ამ სტრუქტურების უზრუნველმყოფი გენეტიკური აპარატი. პედოფილიის განმარტება, ფსიქოლოგიური აშლილობა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. დღესდღეობით 200,000 საიტია ბავშვთა პორნოგრაფიით. მათი წლიური შემოსავალი 3 მილიარდი დოლარია. ის რომ ეს არის დანაშაული და ყურისთვის გაუგონარი. ამაზე ახლა ჩვენ აღარ შევჩერდებით, უნდა გავცდეთ მორალურ პანიკას. ახლა უნდა ვცადოთ რა არის ამ უბედურების მიზეზი. ყველაფერი იწყება თავიდან. და ყველაფერი იწყება თავიდან. საბერძნეთი, ამაზონიის ჯუნგლი, ცხოველები, ჩვენ ვართ ცხოველები, ინსტინქტებით დატანჯული. ამ ტანჯვაში იბადება პოეზია, ფილოსოფია, დიდებული შედევრები და იბადება აი ეს. გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი, 9 საათი და ჩვენ ვართ პოდკასტ არიაში. დღევანდელი ჩემი განსაკუთრებული სტუმარი არის დია ყოლბაია. რომელსაც მე ვიცი რომ თქვენ დიდი ხანია ელით, იმიტომ რომ პირველი შეხვედრა რო გქონდა და ეპიზოდი, მას შემდეგ კომენტარები არ წყდება, რომ ქალბატონი დია მოიწვია და აი ისიც დღეს არ ვსაუბრობთ მარტივ თემაზე. ცოტა რთულ თემაზე ვსაუბრობთ. მე მოყვი პატარა შესავალს თქვენ როდესაც დაგეკონტაქტეთ რა განზრახვა მქონდა. ეს იყო სულ ახალი მომხდარი ეპსტეინის ფაილები, გამოაშკარავებული იყო და სრულიად შოკირებული და განადგურებული ვიყავი ჩემი ფსიქიკით. ამაზე მაყურებელსაც ველაპარაკე, რომ ფაქტობრივად 4-5 დღის განმავლობაში გავითიშე, ეხლა თქვენაც მოგიყავით. არანაირი არაფრის კეთების სურვილი არ მქონდა. მე რაღაცნაირად დაუბრუნდი რეალობას. თქვენს გესაუბრეთ და ჩემი სურვილი იცით რა არის, მათ კი არ გავუგოთ და უბრალოდ რა ხდება ადამიანში, როდესაც ძალაუფლება აღემატება იმას, რასაც შეიძლება რამე ნორმა უწესებდეს. იმ რეალობაში, როდესაც არსებობს რაღაც კანონები, ნორმები ასე შემდეგ, მაგრამ ხდება ისეთი რაღაცები, რაც სახე ჩვენ ნახეთ. აი ამ კითხვით გადმოვალ პირდაპირ თქვენთან, იმიტომ რომ ვიცი, რომ საოცრად საინტერესო საუბარი იქნება, ძალიან ბევრს გავიგებ და ალბათ როგორც ლექცია ისე მოგისმენთ, იმიტომ რომ თქვენი მოსმენა ერთი სიამოვნებაა. დიდი მადლობა. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მოგესალმებით, მადლობა. ნახეთ. მიეცი ადამიანს ფული და ძალაუფლება და შენ ნახავ რა არის ის. როდესაც ადამიანი დარწმუნდება იმაში, რომ ის არის დაუსჯელი, ან როდესაც ვერ ხედავენ რას აკეთებს, ის ავლენს თავის ნამდვილ სახეს. ესეთი ექსპერიმენტიც იყო, რომ ბავშვებს აი მისცეს სრული თავისუფლება და ბავშვებმა დაიწყეს ძალადობა, ის ურტყავს, ის ამტრევს, ის ერთმანეთს წიწკნის იქ თუ რეაქ. და მე იგივე ბავშვებს აჩვენეს, რომ აი აქ არის კამერა და ეს კამერა ყველაფერს იღებს და ყველაფერს ხედავს. და რადიკალურად შეიცვალა ბავშვების დამოკიდებულება. ანუ როგორც კი ეს თვალთვალის ზედამხედველობის ფაქტორი შემოვიდა, პატარა ბავშვები 5, 7, 9 და ასე შემდეგ. წლის უკვე აცნობიერებენ, რომ თუ ის ამას ჩაიდენს, ის ამის გამო დაისჯება. აი ეს საყოველთაო თვალთვალის მომენტი, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს. ეს არის ის რაღაც შემაკავებელი, რაც მერე შექმნის მორალის აუცილებლობას, ნეობის აუცილებლობას. თომა აკვინილს აქვს ასეთი ფრაზა. შეიყვარე ღმერთი შენი და რაც გინდა ის გააკეთე. ანუ რწმენა ნამდვილი
განთავისუფლებს. იმიტომ რომ შენ ხარ თავისუფალი, რადგან ხარ წესიერი. და ჩვენთვის თავისუფლება არის შეზღუდვებთან შეჭიდული. იმიტომ რომ ჩვენ უწესოები ვართ. ჩვენ იძულებულნი ვართ ვიყოთ წესი, რომ დავიცვათ, რომ რა გიშლის ხელს, რომ შენი სურვილები განახორციელოთ. სისხლის სამართლის კოდექსიო. დიახ, ძალაუფლება არის ის, რაც აავლენს ადამიანის ნამდვილ სახეს და არ დავიღლები კიდევ ერთხელ ბევრჯერ ვთქვი, ბევრ პოდკასტში და ახლაც უნდა გავიხსენო, რომ იგივე ტერენს მაკკენა, შემდგომ ჰამფრი ოსმანდი, ეს ოსმანდი იყო პროფესიონალი ექიმი, ფსიქიატრი. ესენი ამბობენ, რომ ძალაუფლებისკენ ვიცილტვის და განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ვინც ცდილობს გახდეს მესაჭე, მართველი. აი ეს ადამიანები აუცილებლად სანამ რაღაცა თანამდებობას დაიკავებენ, უნდა გაატარო ერთი 10-12 ტრიპი, დაათრო, ანუ ეს შემაკავებელი ნასწავლი, რომ მე ვიცი რომ ასე არ უნდა მოვიქცე, ეგანა ის რომ არ მინდა. ვიცი რომ არ შეიძლება, აი ეს რომ მოიხსნება და დაათრობ შენ ნახავ მის ნამდვილ სახეს. და აღმოაჩენ რომ ვინც ძალაუფლებას ელტვის 100-დან 80 სინამდვილეში ეს არის ცივსისხლიანი მტაცებელი. უბრალოდ ადამიანივით ჭკვიანი. ეს არის ის ადამიანები, რომელთა გაკარებაც არ შეიძლება მართლ თანამდებობებს. და აი ეს 20% რაც დარჩებაო, აი იმ 20-დან 80% თავად იტყვის უარს, რომ ვინმე მართოს. ის სხვანაირად აღიქვამს უკეს. ეს არ არის საუბარი თქვათ თრობის, ალკოჰოლის, ამ ფსიქოდელიკის რაღაცა პროპაგანდა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ თავის ტვინში არის ნივთიერებები, ნეირომედიატორები, ჰორმონები, ხო? აი ეს ფერმენტები, რომლებიც გენების ექსპრესიას, გენების ეპიგენეტიკურ მართვას უზრუნველყოფენ, აი ნერვული იმპულსის გადაცემას უზრუნველყოფენ და აი ეს ელექტრომაგნიტური ლანდშაფტი თავის ტვინის ვლინდება როგორც ფსიქოემოციური პორტრეტი შენი. ჩვენი სხეული ასეთია, ჩვენი პროგრამა სხეულის ასეთია. და თუ შენ ამ პროგრამას სრულად გამოავლენ და დაინახავ რომ ეს ადამიანი თურმე თამაშობს ჰუმანურ და კარგ ტიპს და სინამდვილეში პათოლოგიური სიმთვრალე აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლების შემთხვევაში ამ სიმთვრალეს მერე ცხადში გადმოიტანს. აი ჩვენ ახლა ნელ-ნელა გადავიდეთ აი ძირითად სათქმელზე. ერთს გითხავთ აქ სანამ გადავალთ, თქვენ აი ზოგადად ადამიანის ბუნება არის მტაცებლური? აი ეს მხედსურ პრინციპებზე დგას? რეალურად ჩვენ ეს მორალები გვაკავებს? მორალები და ზნეობრივი მაგალითები რო არ იყოს, მაგ შემთხვევაში აი არ ვიცი, ხელაღებულად მოვიქცეოდით? აი მივხვდით რას გულეს, ხო ხა იმ საქციელებს არ დავასახელებ, უბრალოდ მინდა რომ აი გითხოთ, იმიტომ რომ ხანდახან ჩემთვის წარმოუდგენელია ხოლმე, მაგრამ ფაქტები ადასტურებს რომ ნახეთ შეიძლება მოძველებულია ეს მოსაზრება, მაგრამ მუშაობს კარგად როგორც პედაგოგიური манипуляция. აი ეს არის თავის ტვინი. გებეთო და პირობითად წარმოიდგინეთ აი სამ ნაწილად რო დავყოთ, აი ეს ქვედა ნაწილი, შუა ნაწილი და აი ეს ირგვლივ რაც არის, ეს არის ნეოკორტექსი, ანუ ქერქი. აი ეს უძველესი ნაწილი. ამას უწოდებენ რეპტილოიდურ ტვინს. რატომ? იმიტომ რომ ჯერ კიდევ რეპტილიებში, ქვეწარმავლებში უკვე გაჩნდა ტვინი აქვს, მაგრამ გველს არ აქვს ქერქი. თუ აქვს ძალიან თხელი. პირობითად აქვს ქერქი. აი შემდგომ უკვე ძუძუმწოვრები წამოვიდნენ, თბილსისხლიანი მტაცებლები. ეს ცივსისხლიანი მტაცებელი, რეპტილოიდი. ეს თბილსისხლიანია და აი ეს უკვე არის ადამიანი. თავის ტვინის ქერქი. ანუ ჩვენი ტვინი ნახეთ შრეობრივად მოიცავს მთელს ჩვენს ფილოგენეზურ წარსულს. რეპტილია, ძუძუმწოვრები, მტაცებლები და შემდგომ ადამიანი გონიერი Homo sapiens sapiens. ეს რას ნიშნავს? რომ თუ ეს სტრუქტურები გვაქვს, ესე იგი ჩვენ გვაქვს ამ სტრუქტურების უზრუნველმყოფი გენეტიკური აპარატი. თუ ეს დრაკონული სისტემაა, ესე იგი გვაქვს დრაკონული გენები. ესე იგი თუ ეს თბილსისხლიანი მტაცებელია, ვეფხვი, ლომი, მგელი და უშველებელი, ესე იგი გვაქვს მტაცებლის, თბილსისხლიანი მტაცებლის გენები და თუ გვაქვს ეს ნეოკორტექსი,
ადამიანმა რომ მთვარეზე გაიარა და მარსის კოლონიზაციაზე ფიქრობს. ადამიანები რომლებიც ქმნიან ჰუმანურ ინსტიტუტებს, აბა პოეზია და აბა კვანტური ფიზიკა და აბა თანაგზნობა და ემპათია და დედა ტერეზა და წმინდანები და რელიგიები და ფილოსოფი, ესე იგი ჩვენში არის ამის გენებიც. ესე იგი ჩვენ ვართ ამ გენების კოქტეილი. ამ გენების დიალოგი ქმნის ან სამოთხეს ან ჯოჯოხეთს, რომელი აჯობებს. აი მაგალითად, ესო მამაო ჩვენში არისო დემონი, კიო შვილო. ანგელოზიო? ანგელოზიცო? ესე იგი არისო მხეციცო და არისო მსხვერპლიცო, ანუ კარგი რაინდიცო, კი ყველაფერი არის და ვინ იმარჯვებსო? ვისაც გამოკვებავო, ის იმარჯვებსო. აი ეს არის პასუხი იმაზე, ჩვენ როგორები ვართ, ჩვენ ყველანაირები ვართ. და აი ეს ევოლუცია ყველა ჩვენთაგანში სხვადასხვა სცენარით არის გათამაშებული. ჩვენ ჰომოგენურად გამოვიყურებით და ეს მოჩვენებითი ჰომოგენურობა. ჩვენ ყველანი ერთ საფეხურზე არ ვდგავართ ამ ევოლუციის. ვიღაცას ეს თავის ტვინის ქერქი სქელი აქვს, მაგალითად 7 მილიმეტრი, 7.5, ვიღაცას 5 მილიმეტრი, ვიღაცას 4.5 მილიმეტრი. ესე იგი, ყველანი ადამიანებად, განა ერთი და იგივე მონაცემების ერთნაირი ვიქნებით, მაგრამ ადამიანებად ვიწოდებით. ხომ? და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თურმე ჩვენ ახლა ვეხებით ბიოლოგიურ ასპექტებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ბიოლოგიური ასპექტების განხილვა. მოდით გადავიდეთ ახლა ერთ-ერთ მთავარ ინსტინქტზე. გახსოვთ ეს ძირითადი ინსტინქტი შერონ სტოუნის მონაწილეობით, ხო? ძირითადი ინსტინქტი, სექსუალური ინსტინქტი, თავდაცვის ინსტინქტი და ჭამა, საჭმელი. ანუ ეს ყველაფერი არის სულ შიმშილის გამოვლინებები. მე მშია საჭმელი, მე მშია, თქვათ, მე მსურს, მე საჭიროებ უსაფრთხოებას და მე მშია სექსუალური ურთიერთობა, იმიტომ რომ სექსი სქესის მატერიალური გამოვლინება. თუ გააქვს ეს სქესი, გექნება მისი გამოვლინებაც. ეს არის ეს პირველი ეს პლასტი, აი მასლოუს, ხო, პირამიდის. მოდით ნახოთ, თქვენ ისნებართვით, ხოლმე წავიკითხავ რაღაცებს, რომ დრო არ დავკარგო. ნახეთ, ესე იგი, ჩვენ ვეხებით ისეთ სექსუალურ პრობლემას, როგორც არის ეს სექსუალური ძალადობა, რომელიც განსაკუთრებით ვლინდება როდესაც გაქვს დაუსჯელობის გარანტია, როდესაც ხარ ძალიან მდიდარი ან ძალიან დიდი ძალაუფლებისა და კავშირების მქონე. პარაფილიები. რა არის პარაფილია? პარა ნიშნავს გარეშე, გარდა, ასევე გვერდით და ფილია სიყვარული. პარაფილია ეს არის სექსუალური გადახრების და არაორიენტაციების ესეთი სია ჩამონათული, რომელსაც თქვენ ისნებართვით მე წავიკითხავ, აი მაგალითად. აბასოფილია. ეს არის ფსიქოსექსუალური მიზიდულობა, მოძრაობა შეზღუდული ადამიანების მიმართ. აბლუტოფილია, სექსუალური მიზიდულობა აბაზანაში ბანაობის, შხაპის მიღების ან სხვა დაბანის მიმართ. როდესაც თავად ბანაობს, ან უყურებს, როდესაც სხვა ბანაობს. აგალმატოფილია, სექსუალური მიზიდულობა ქანდაკების, თოჯინის, მანეკენის ან სხვა ფიგურების, ფორმების, ობიექტების მიმართ. აი მაგალითად შეიძლება ჰქონდეს სექსუალური ლტოლვა ეიფელის კოშკისადმი, თქვა, ან პიზის კოშკისადმი. ზოოფილია გასაგებია შეიძლება ჰქონდეს ლტოლვა ცხოველისადმის. აუტოგენოფილია, კაცის სექსუალური აღგზნება საკუთარი თავის ქალად წარმოდგენისას. აუტონეპიოფილია, სექსუალური აღგზნება ბავშვის საფენების ტარებისას. აკროტომოფილია, სექსუალური მიზიდულობა ამპუტირებული ხალხის მიმართ. ალგოლაგნია, სექსუალური სიამოვნების მიღება ტკივილისგან. აპოტემნოფილია, სექსუალური აღგზნება გამოწვეული იმით, რომ ხარ, იქნები ან წარმოიდგენ თავს ამპუტირებულად. არიტეფიზმი, სექსუალური მიზიდულობა ხალხის მიმართ, ვისაც ფეხსაცმელი არ აცვია.
ასფიქსოფილია აგზნება თვითგაგუდვისას. ამას საინტერესო მექანიზმი აქვს, რომ ეს ადამიანები ორგაზმს აღწევენ მაშინ, როდესაც ეწყებათ ასფიქსია. ამიტომ ითხოვენ ესეთ სადომაზოხისტურ ურთიერთობას, რომ მიაღწიონ ორგაზმს გაგუდვის პროცესში, ოღონდ ბოლომდე არ გაიგუდოს და არ დაიღუპოს. აუტაგონისტოფილია სექსუალური აღგზნება გამოწვეული სცენაზე ყოფნით. აუტასასინოფილია სექსუალური აღგზნება სცენაზე საკუთარი სიკვდილის გათამაშებისას. გერონტოფილია სექსუალური აღგზნება მნიშვნელოვნად უფროსი ადამიანების მიმართ. გინემიმეტოფილია მიზიდულობა კაცის მიმართ, მამაკაცს აქვს მიზიდულობა მამაკაცის მიმართ, ვინც ქალს ბაძავს, ან ტრანსექსუალი ქალის მიმართ, ვინც თავდაპირველად კაცი იყო. ანუ მის ლტოლვის ობიექტი არის ქალური ტიპის, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს კაცია. ან იყო მამაკაცი. დიაპერიზმი სექსუალური აღგზნება ბავშვების საფენების ტარებისას, ეს ძალიან ესეთი. ემეტოფილია სექსუალური აღგზნება პირღებინებისას ან სხვათა პირღებინების დაკვირვებისას. ეფებოფილია სექსუალური ლტოლვა მოზარდებს შორის. ექსჰიბიციონიზმი, როდესაც კმაყოფილებას იღებს სხეულის გენიტალური ნაწილების დემონსტრირებისას. ვოროფილია სექსუალური აღგზნება იმის წარმოდგენისას, რომ მას შეჭამენ, ან იგი შეჭამს ვინმეს, ან ამ პროცესის თვითმხილველი რომ არის. ეს აიპშტეინის ფაილებში ასევე ფიგურირებს ეს მომენტი, ხორცის ჭამა. ვუაიერიზმი სექსუალური კმაყოფილების მიღება სხვა ადამიანთა სექსის აქტის, ადამიანის გახდის ან სხვა ადამიანის ინტიმიური ქმედების თვალთვალისას. ანუ ესეც არის პათოლოგია. ინფანტოფილია სექსუალური ლტოლვა ბავშვებისადმი. ანუ მე ახლა რასაც ვკითხულობ, ეს არის არაორიენტაცია, ეს არის გადახრები, რომელიც შედის დაავადებათა ნუსხაში, რომელსაც მე კიდევ ქვემოთ ვახსენებ. ნახეთ, კატოპტრონოფილია სექსუალური აღგზნების მიღწევა სარკის წინ. კლეპტოფილია სექსუალური აღგზნება ნივთების მოპარვისას. კოპროფილია სექსუალური მიზიდულობა ფეკალიების მიმართ. მისოფილია სექსუალური აღგზნება ჭუჭყიანი გათელილი საგნებების მიმართ. ნარატოფილია სექსუალური აღგზნება პარტნიორისადმი ბინძური შეურაცხყოფელი სიტყვების თქმისას. ნასოფილია სექსუალური აღგზნება მიღწეული პარტნიორის ცხვირის ცხვირზე შეხებისას. ოდაქსელაგნია სექსუალური მიზიდულობა კბენის მიმართ. პარტენოფილია მიზიდულობა ქალწულების მიმართ, ანუ მხოლოდ ქალწულებთან ურთიერთობით იღებს სიამოვნებას და არა ჩვეულებრივი თქვათ ურთიერთობის დროს. პიქტოფილია სექსუალური აღგზნება მხატვრული პორნოგრაფიის ან ეროტიკული აქტის ყურებისას და ეს ხდება დამოკიდებულება, ადიქცია, რომ ამის გარეშე არ შეუძლია ურთიერთობა და უფრო მეტიც ურთიერთობა აღარც სურს. პლუშოფილია ეს არის აღგზნება ფუმფულა სათამაშოების მიმართ. პოდოფილია მიზიდულობა და აღგზნება ხალხის ფეხების მიმართ. სატელეფონო სკატოლოგია სექსუალური აღგზნების მიღწევა ტელეფონით უცხო მოსაუბრის გალანძღვისას. ანუ თუ თქვათ შენ აიღებ ტელეფონს სხვას გამოლანძღავ და ამით სიამოვნებას მიიღებ, ეს არის გადახრა. სტენოლაგნია სექსუალური აღგზნება თავისი სიძლიერის თუ კუნთების დემონსტრირებისას. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ კუნთები, ასევე მაგალითად ინტელექტი, მაგალითად ქონება, მაგალითად ქვეყანა რომ შიმშილობს და შენ რომ საათების კოლექციით თავს იწონებ. ეს არის სტენოლაგნია, ეს არის სექსუალური ხასიათის ფსიქიკური გადახრა. აი მაგალითად ტერატოფილია სექსუალური მიზიდულობა დეფორმირებული საშინელი ადამიანების საშინელი ნაქვთების მიმართ, სიმახინჯეების მიმართ. ტრანსვესტიზმი სექსუალური აღგზნება საწინააღმდეგო სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმისას.
ტროილიზმი ეროტიკული ინტერესი, რომელიც საკუთარი პარტნიორის სხვასთან სქესობრივი აქტის ხშირად ფარულად თვალთვალს გულისხმობს. ფორმიკოფილია, სექსუალური სიამოვნების მიღება მწერებისგან და მათი ნაკბენებისგან. ფორნიფილია, სექსუალური ობიექტიფიკაცია, სადაც პარტნიორის სხეული მჭიდროთაა მიჯაჭული სკამთან, მაგიდასთან ან სხვასთან, ავეჯთან და ეს ასევე ფიგურირებდა, ხო? კრემასტისტოფილია, სექსუალური ახსნება მიღწეული, როდესაც გაქურდავენ ან მოგიტაცებენ. ქრონოფილია, სექსუალური ახსნება მიღწეული, როდესაც პარტნიორებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ჰებეფილია, სექსუალური ახსნება მიზიდულობა პუბერტული ასაკის ბავშვების მიმართ. ჰებე ეს არის სიყმაწვილის ღვთაება, განსხვავებით პედობავშვია. ესე იგი 12 წლამდე არის პედოფილია, 12 წლის ზევით 16-18 წლამდე ეს არის ჰიბრისტოფილია, სექსუალური მიზიდულობა ხალხის მიმართ, ვინც არღვევს კანონს, სჩადის საშინელ დანაშაულს, როგორ მახსენდება საქართველოს უახლესი ისტორია. აი მაგალითად იაპონიის, ეს მოგეხსენებათ როგორი თავისებური კულტურა, კულტურაში გვაქვს ასეთი ტერმინები. მაგალითად ასეთი ტერმინია ვაკამეზაკე. ანუ სექსუალური ახსნება ქალის ტანიდან ალკოჰოლური სასმელის სმისას. ნიო ტაიო მორი. ეს არის სუშის და საშიმის, ეს არის ნაციონალური კერძები, ჭამა ქალის შიშველი ტანიდან. ომორაში, როდესაც არის სექსუალური ახსნება სავსე შარდის ბუშტის მოშარდვის და ასე შემდეგ დროს. და მე აღარ გავაგზავნებ, ეს მე მგონი საკმარისზე მეტია. აქ არის საუბარი იმაზე, რომ აი რაც მე ხა ტვინის სურათი გაჩვენეთ, აი აქ სექსუალური ახსნების ცენტრში რაღაც ხდება და ამან შეიძლება პედოფილიის დროს მიიღოს მხოლოდ ძირითადად ფანტაზიების სახე. ეს ვლინდება წარმოსახვა, ის ოცნებობს, ფანტაზიორობს და მასტურბირებს. მაგრამ არის ამისი შემდგომი საფეხური, როდესაც მან ეს ფანტაზია შეიძლება გადმოიტანოს ფიზიკაში, დაგეგმოს თავდასხმა ბავშვზე, ამას ქვია უკვე პედოსექსუალიზმი, როდესაც ძალადობს და აღმოჩნდა, რომ პედოფილების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ შედარებით ნაკლებს გადმოაქვს. მე ვნახავთ ეს რატომ ხდება. ამრიგად, ეხლა რა არის პედოფილიის განმარტება? პედობავშვი, ფილოსიყვარული, ფსიქოლოგიური აშლილობა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პრეპუბერტატამდე, ანუ 12 წლამდე. ასაკი შეიძლება იყოს 2 თვის, 3 თვის ასაკიდან უფრო პატარაც. ეხლა ნახეთ პატარა სტატისტიკა. დღესდღეობით 200,000 საიტია ბავშვთა პორნოგრაფიით. მათი წლიური შემოსავალი, რაც დათვალეს, 3 მილიარდი დოლარია. არსებობს ტერმინი პედერასტია, როდესაც პედოფილი ძირითადად ყურადღებას იჩენს და მისი ობიექტი არის მხოლოდ თანამოსახელე სქესის, ანუ ბიჭუნა. თუ არის ორივე სქესის, მაშინ ეს არის უკვე კლასიკურად პედოფილი. პირველად ეს ტერმინი ჩვენ გვხვდება ლიტერატურაში პლატონის ნადიმში, მანამდე გვხვდება კრეტას კედლებზე, სასახლის კედლებზე, ერთ-ერთ წარწერაში სიტყვა პედოფილი და ეს ტერმინი შემდგომ ხდება ცნება ბერძნული სიყვარულის ტოლფასი. საბერძნეთი ბავშვების სიყვარული დააწესა ლაიოსმა, ეს არის ოიდიპოსის მამა, თებეს მეფე. ფილოსოფოსი ტიმეოსი თვლიდა, რომ ეს წამოვიდა კრეტადან. ჩრდილოეთ საბერძნეთში თვლიდნენ, რომ ორფეოსმა დაამკვიდრაო, როდესაც მას ევრიდიკე დაეღუპა მისი მეუღლე და იმდენად უყვარდაო ცოლი, რომ მერე ქალებისკენ აღარ გაიხედაო. ეხლა ნახეთ რა არის მითოლოგიაში. ზევსმა მოიტაცა განიმედე და ცნობილი ეს სერია ნახატების, როგორ გადაიქცა ზევსი არწივად და მოიტაცა განიმედე და განიმედე არის 5-7 წლის ბავშვი.
ჩვენ ვქმნით რელიგიებს, ლიტერატურას, ფილოსოფიას, როგორიც ჩვენ ვართ, ეს რელიგიები არის შექმნილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იმ რეგიონში, იმ ეკოსისტემაში ჩამოყალიბდნენ აი ასეთ ფსიქოსექსუალურ მოცემულ შემთხვევაში პორტრეტის სახით და შექმნეს ისეთი რელიგია, როგორების თავად იყვნენ ხასიათით. ჰერაკლე და მისი ძმისშვილი იოლაოსი, ერთ-ერთი გმირობა ეს ლერნეს ჰიდრა რომ დაამარცხა მისი დახმარებით, ის იყო მისი ძმისშვილი და იყო მისი საყვარელი და იყო არასრულწლოვანი. თებეს მეფე ლაიოსმა მოიტაცა პელოპონესის მეფის პელოპის შვილი ხრისიპი, იძალა და მასზე და ხრისიპმა თავი მოიკლა. 12 წლიდან ვაჟებს აბარებდნენო მასწავლებლებს გიმნაზიებში და სწავლების გარდა სპორტი, გრამატიკა და ასე შემდეგ რაც იყო სასწავლებელი, როგორც წესი მასწავლებლები ამყარებდნენ ინტიმურ ურთიერთობას ბიჭუნებთან მათი მამების თანხმობით. ანუ ეს ხდებოდა მამის თანხმობით. ეწყობოდა ეს სიმპოზიუმები, კონგრესები და ასე შემდეგ, წვეულებები, სადაც მდიდარი ოჯახის უფროსი აწყობდა ამ წვეულებას და ეპატიჟებოდა პატარა ბიჭუნებს მამების თანხმობით და ეს ბიჭუნები მერიქიფეებად, ღვინოს ასხამთ, ემსახურებად ამავდროულად დაკავებული იყვნენ პროსტიტუციით. ეს ხდებოდა იმ ოჯახების თანხმობით. პლატონი ამბობს, ხო აი სპარტაში ყმაწვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს პასუხს აგებდა მისი საყვარელი უფროსი მამაკაცი. პლატონი ამბობს, სპარსეთი კრძალავს პედერასტიას დააპყრობილ ტერიტორიებზე, რათა შეამციროს მეომარი საყვარლების კავშირი და სიმამაცი. ანუ სპარტა ცნობილია, რომ ეს ჯარი იყო შეკრული, იმიტომ რომ სპარტანელი მამაკაცები იყვნენ რბილად რომ ვთქვათ ბისექსუალები. ჩვენს ერამდე მე-4 საუკუნე ბეოტია, ესეც საბერძნეთია. ქერონეის ბრძოლა, ეს მე-4 საუკუნე ჩვენს ერამდე, ფილიპე მეორე, ალექსანდრეს მამა. ალექსანდრეც მონაწილეობს ამ ბრძოლაში. უტევს ბეოტიას, თებეში შეიქმნა 300 ელიტარული მეომრის რაზმი. საზღვაო რაზმი. ეს იყო 150 შეყვარებული წყვილი. ყველა გმირულად დაეცა თითქმის 51 გადარჩა და ტყვეთ აიყვანეს და მათი სიმამაცე იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ფილიპე აღტაცებული იყო მათი აი ამ გამბედაობით და მათ საპატივცემულოდ თებელებს, მოქალაქეებს მისცა უფლება, რომ აქ დაედგათ ლომის ქანდაკება მათი, ესე იგი, აი ამ გმირობის საპატივცემულოდ. პლატონი თვლიდა, რომ მამაკაცებს შორის სიყვარული უფრო სულიერი და ინტელექტუალურია, ვიდრე ქალისა და მამაკაცის. რაც აიხსნება ბერძნული საზოგადოების მკაცრი პატრიარქალური წყობით. ანუ ბერძნები თვლიან, რომ მამაკაცი უფრო ჭკვიანია, უფრო ინტელექტუალია, უფრო ძლიერია, უფრო მეტად ესმის ფილოსოფია, მეცნიერება და ასე შემდეგ და ქალს არა. შესაბამისად, მამაკაცებს შორის, ინტელექტუალებს შორის ურთიერთობა უფრო მისაღებია, ვიდრე დაბალი რანგის პატრიარქალური წყობის გამოხატულება იყო. იაპონიაში პედერასტია იგმობოდა. უკაცრავად იაპონიაში არის იონიაში, ესე იგი ეს იქვეა. ანუ ეს საბერძნეთი, ეს ახლა საბერძნეთი ერთი დიდი სახელმწიფო, ეს ხო იყო ცალ-ცალკე ქალაქი სახელმწიფოები. ანუ სპარტაში მიღებულია, თებეში მიღებულია, მაგრამ იონიაში იგმობა. და გარყვნილებად იყო მიჩნეული, რასაც პლატონი მიიჩნევდა ბარბაროსულ დამოკიდებულებად და სპარსეთის გავლენად. კრეტელები და დორიელები მიესალმებიან, ყმაწვილს იტაცებენ, ესე იგი ტრადიციაა, რომ ყმაწვილი მოიტაცონ, უნდა მოიტაცოს ეს მომავალმა საყვარელმა, შემდგომ ჩუქნის მას საჩუქრებს, მუზარადი, სიხარები და ასე შემდეგ და ასე შემდგომ ისინი ესე მეგობრობენ, მტკიცე მეგობრობა, მამაკაცების მტკიცე მეგობრობა. მე-7 საუკუნე ჩვენს ერამდე კრეტის ერთ-ერთ წარწერაში გვხვდება ეს ტერმინი პედოფილია. ის ყმაწვილი, ვისაც არ ყავდა მამაკაცი საყვარელი, ითვლებოდა არასრულფასოვან დაბალი რანგის ბიჭად. პლუტარქი აღნიშნავდა, რომ ეს სიყვარული იყო პლატონური და ფიზიკური, ნაკლებად სექსუალური არაო, მაგრამ
ჩვენ ვხედავთ უამრავ ნახატს, ეს იქნება დოქი, ამფორა და ასე შემდეგ, ფრესკები, სადაც ეს ესე იგი ეჭქვეშ დგას პლუტარქოსის აზრით. თებეში პედერასტია მიღებულია და დაკანონებულია ეს იოლაოსის მიერ, რომელმაც გაიტაცა ეს ბიჭუნა. ათენში მიღებული იყო პლატონური ურთიერთობა ვაჟებს შორის და ისჯებოდა ფიზიკური, მაგრამ ფიზიკური სიახლოვე დასაშვები იყო არისტოკრატებისთვის. მონებს ეკრძალებოდათ ჰომოსექსუალური და პედოფილური ურთიერთობა. ათენელი სალონი ეს ერთ-ერთი ბრძენი შვიდთაგან, აი ესე იგი ათენელი სალონის საყვარელი იყო ათენის შემდგომი ტირანი პისისტრატე. ათენელი სალონი შემდგომ შემოიღებს სიკვდილით დასჯას პედერასტიაზე, მაგრამ რა ნიუანსებია. სიკვდილით ისჯება ის, ვინც სკოლის, გიმნაზიის ტერიტორიაზე შევა, მამაკაცი და იქ არ არის მისი შვილი. ესე იგი, თუ მისი შვილი არ სწავლობს სკოლაში და ის შევა ეზოში, ის დაისჯება სიკვდილით. გარდა ამისა, ფულის გამო სარაცელის გაზიარება ბავშვს არ სჯიდა, მაგრამ იგმობოდა. ისჯებოდა სექსუალური ძალადობა, მაგრამ თუ ბავშვს დაითანხმებდი, არ ისჯებოდა. არამოქალაქე ბიჭუნების, მონების პროსტიტუცია მიღებული იყო და იყო გახსნილი ბავშვთა პროსტიტუციის ცენტრები, ანუ ბორდელები. ფედონი იყო სოკრატეს ერთგული მოწაფე და მეგობარი, რომელიც ესწრებოდა სოკრატეს უკანასკნელ საათებს ციხეში. ის არის პლატონის ამავე სახელწოდების დიალოგის მთავარი მთხრობელი. სადაც აღწერილია სოკრატეს მსჯელობა სიკვდილის შემდგომ ცხოვრებან. ფილოსოფიებზეა ხო ლაპარაკი. ფედონი იყო პელოპონესიდან, საბერძნეთიდან. სპარტანელებმა ტყვედ ჩაიგდეს, როდესაც დაიპყრეს ათენი. და პელოპონესით და ჩაიგდეს ხელში ეს ბავშვი. ათენიდან მონად გაყიდეს. ათენში მონად გაყიდეს და ჩააბარეს ბავშვთა პროსტიტუციის სახლში. აი აქ ამ სახლში ხვდება მას სოკრატე. რომში ჰომოეროტიკული და პედოფილური ურთიერთობების სიკვდილით ისჯება, თუმცა მხოლოდ რომის მოქალაქეებს შორის ჰომოსექსუალური ურთიერთობა იყო დასჯადი. მონებთან შეეძლოთ ურთიერთობა. ერთმანეთში არ შეიძლებოდა. ჩვენს ერამდე მეორე საუკუნეში რომში ვრცელდება ბერძნული მოდა და არა მხოლოდ მონებს. 15 რომის იმპერატორიდან კლაუდიუსის გარდა, კლაუდიუსი არის პირველი საუკუნე ჩვენი წელთაღრიცხვის, მარტო კლაუდიუსი არის ჰეტეროსექსუალი. 15-დან მარტო ერთი. იმპერატორი ადრიანე, მეორე საუკუნე ჩვენი წელთაღრიცხვის, ყავდა საყვარელი ანტონიუსი, ყმაწვილი, რომელიც დაიხრჩო ნილოსში და სიკვდილის მერე გააღმერთა და დაუდგა ძეგლი იმპერიის ყველა დიდ ქალაქში. პედერასტია კელტებში. ეს იყო ჩვეულებრივი, მისასალმებელი ურთიერთობა და უფრო მეტიც ეს იყო ჯგუფური ხასიათის. ანუ კელტ მამაკაც ყავდა ცოლი, ყავდა არასრულწლოვანი ფავორიტი ვაჟი და ხშირად ერთად სარაცელში. პედერასტია სპარსეთში. ჰეროდოტი ამბობს, რომ სპარსებმა ბერძნებისგან ისწავლესო. თუმცა პლუტარქე ბრძანებს, რომ ბერძნებამდე ბევრად ადრე იცნობდნენ ასეთ ურთიერთობებს. იაპონია. სამურაები ცნობდნენ ბერძნულ სიყვარულს. როგორც პედაგოგიკის შემადგენელს. ანუ აყავდათ შეგირდათ ჯერ კიდევ მოზარდი რა ბავშვი 5-7 წლის ასაკიდან და ასწავლიდნენ ყველაფერს და ჰქონდათ ასეთი ინტიმური ურთიერთობა. ამ ტრადიციას ერქვა სიუდო და შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე იყო დაშვებული. სპარსეთი. ემირ იბნ ისკანდერი მე-11 საუკუნე თავის ცნობილ ფილოსოფიურ პოეტურ ნაწარმოებში სარკე უფლისწულებისთვის თავის უფროს ვაჟს ურჩევს, რომ არც ქალები და არც ახალგაზრდები არ უგულებელყოს, ზამთარში პირველს, ხოლო ზაფხულში მეორეს ამჯობინოს. ზამთარში ჩასახული ბავშვები გაზაფხულზე იბადებიან და ადვილად გამოსაკვებიაო. ღაზნის სულთან მუჰამედსა და მის ახალგაზრდა მონა აიას შორის ურთიერთობა სპარსულ პოეზიაში სიყვარულის სახელმძღვანელო და ნიმუშად იქცა.
ლამაზი ბიჭებისადმი სულიერი ჭვრეტის და ლამაზ ბიჭებზე საუბარია 14-15 წლამდე ბავშვები. რომ ეს სიყვარული არის ბევრად აღმატებული ვიდრე ქალსა და მამაკაცს შორის. მამაკაცების და ბავშვების პროსტიტუცია აყვავდა ისლამურ საზოგადოებაში და ესე ყვაოდა სპარსეთში, ავღანეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში. რაც მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე იყო მოქმედი და ჰომოსექსუალებისა და პედოფილების სამოთხედ იწოდებოდა. განსაკუთრებით ცნობილია ოსკარ უალდისა და ანდრე ჟიდის რომანები ალჟირელ ბიჭებთან. სეფიანთა სპარსეთში მამაკაცის ბორდელები, რომელსაც წვერის გარეშე მყოფთა სახლებს უწოდებდნენ, კანონიერად იყო აღიარებული და იბეგრებოდა და დღემდე არსებობს. რუსეთი. მე-16 საუკუნე პედოფილია და ჰომოსექსუალობა მიღებულია და გავრცელებულია. მე-18 საუკუნეში მიხეილ ლომონოსოვი ბრძანებს, რომ ახალგაზრდობაში მონაზვნობა სხვა არაფერია, თუ არა შავი კაბით დაფარული სიძვა და სოდომია. შემორჩენილია ალექსანდრე პუშკინის წერილი, სადაც ის ცნობილი ჰომოსექსუალის ბესარაბიის ვიცე-გუბერნატორს წერს წერილს, ეს არის ფილიპ ვიგელი ვიღაც და ის ბრძანებს, რომ სამ მოლდოվել ძმას გირჩევთ. სამივე მოლდოველი ძმა ესენი არიან 16 წლამდე ბიჭები. ვფიქრობ, სამი ნაცნობიდან ყველაზე მეტად გირჩევთ ყველაზე უმცროსს. აქედან შეგიძლიათ მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა. მე მათ თქვენს გამოცდილებასა და წინდახედულობას ვანდობ. ეს არის პუშკინის სიტყვები. ზოროასტრიზმი, იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი კრძალავს ჰომოსექსუალიზმსა და პედოფილიას. პედოფილია ეს არის პარაფილიის სახეობა. აი რითაც დავიწყეთ. ეს არ არის ორიენტაცია. ეს არის ფსიქიკური ავადმყოფობა. და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით მიაკუთვნებენ F65 ჯგუფის დიაგნოზებს. ანუ ფსიქოლოგიური ქცევის დარღვევა, პიროვნებისა და მომწიფების ასაკში ქცევის დარღვევა, სექსუალური უპირატესობების დარღვევა. თანამედროვე სტატისტიკა. აქ იწყება უკვე თანამედროვე ვითარება რა გვაქვს. ავსტრალია 93 წლიდან 2010 წლამდე არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობისათვის 100 კათოლიკე მღვდელი გაასამართლეს. და აი აქ ახლა მე გაჩვენებთ, აი ეს არის წყარო. ეს არის წყარო, რასაც ახლა მოგახსენებთ ქვემოთ. და საუბარია 10,000-ობით დაზარალებულ ბავშვზე. ირლანდია 2009 წელი. ირლანდიაში გამოქვეყნებულ ანგარიშში 46 მღვდელი პედოფილიაში დაადანაშაულეს. ინციდენტები 1975 წლიდან 2004 წლამდე პერიოდს მოიცავს და 2000-მდე ბავშვია მსხვერპლი პედოფილიის. გერმანია 1958-73 წლები. აქ არის ბიჭუნათა გუნდი აღწერილი, ეს არის რაღაც რეგენსბურგერ დომშპაცენის ბიჭების გუნდი. ნახევარზე მეტი იყო ძალადობის მსხვერპლი. და ეს ამბავი უკაცრავად ჟარგონისთვის რომ გასკდა, არავითარი ესეთი სერიოზული რეზონანსი ამას არ მოჰყოლია, იმიტომ რომ კაპელმეისტერი იყო რომის პაპის ახლონათესავი. 2010 წელი ეს ამბავი ხო კათოლიკურ მონასტერში მღვდლების მიერ ბავშვზე ძალადობის შესახებ ბრალდებები, 100 სტუდენტი, რომელმაც აღიარა რომ ეს მოხდა, აი ამ ბიჭების გუნდიდან, არც ერთი სასულიერო პირი არ დასჯილა. აი პაპ ბენედიქტ მე-16-ის უფროსი ძმა გეორგ რაცინგერი იყო აი ამ გუნდის დირიჟორი და ეს აბსოლუტურად უბრალოდ გავარდა ხმა და მორჩა. ესპანეთი. ეს არის ძალიან საინტერესო. 2023 წლის 27 ოქტომბერს დაიდო დასკვნა
779 გვერდიანი ანგარიში. 440,000-ზე მეტი არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ეკლესიებში. სასულიერო პირების და ეკლესიასთან დაკავშირებული დაწესებულებების საერო პირების მხრიდან, ანუ ეკლესია და საერო, ანუ ბავშვთა უფლებების დაცვა, სოციალური დაცვა, პოლიტიკის ყველა ეშელონები. ეს იყო მაფიის ქსელი. ეს ქვეყნის მოსახლეობის 1,13%-იაო. რაც 2023 წლის ბოლოს მსოფლიოში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემთხვევათა უმეტესობა მოდის 70-იანი, 80-იანი წლების პერიოდზე. და ამ სტატიაში არის აღწერილი, რომ ესპანეთში აფეთქება ჰომოსექსუალური ესეთი კულტურის, სუბკულტურის არის აი ეს 440,000 ბავშვი. რომელიც მერე გაიზარდა და შემდგომ ნაწილს, რა თქმა უნდა, და მერე ქვემოთ ვნახავთ, რომ პედოფილიის ერთ-ერთი მიზეზი 93%-ში ეს არის ბავშვობაში განცდილი სექსუალური ძალადობა. იქნება ეს ფიზიკური თუ იქნება ეს ფსიქოლოგიური. მალტა, აქ არის 10 ბავშვის მიმართ ძალადობა გამოვლენილი. პორტუგალია 2023 წლისთვის მონაცემები 4,815 დაზარალებული, 13 მღვდელია გამოაშკარავებული. ამერიკა 1950 წლიდან 2002 წლამდე 10,667 რაც გამოვლინდა ბავშვი. 2001 ფილადელფიაში 21 მღვდელი, რომელსაც დაუმტკიცდა ბრალდება, არქიეპისკოპოსების უმრავლესობამ იცოდა და არც ერთს არამც თუ არ გაუპროტესტებია, არამედ პირიქით მალავდნენ და უარყოფდნენ ამას. საფრანგეთი 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა ანგარიში, მოქმედი 115,000 ყოფილი და ამჟამინდელი კათოლიკე მღვდლიდან 3,200 მღვდელი მონაწილეობდა სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმაში. მსხვერპლთა რაოდენობა 330,000 ბავშვი. ეხლა რას გვაძლევს მედიცინა? ეს არის სტატისტიკა. მედიცინა 1875 წელს August Ambroise Tarde პათანატომი. ეს არის სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის ფუძემდებელი, დიდებული პიროვნება, დიდი ექიმი. მან პირველმა მოგვაწოდა სამეცნიერო შრომა მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ასე ჰქვია მას. აქედან იწყება სასამართლო ექსპერტიზა აი ამ, ასე იგი, არასრულწლოვნებზე, მათ შორის ძალადობის შესახებ. ეხლა რა ხდება 1973-2003 წლებში გერმანიაში? ეს დიდებული ადამიანი ხო ვნახეთ, რომელმაც უამრავი დანაშაული გახსნა და შეიქმნა ფონდები და დიდებული. გერმანიაში იყო ვინმე ეგრეთ წოდებული სექსოლოგი და ენა არ მომიტრიალდება თქვა ადამიანი. ჰელმუტ კენტლერი. მან ჩაატარა ექსპერიმენტი. მზრუნველობას მოკლებული ბავშვები მიაშვილეს პედოფილებს. ესე იგი 73 წლიდან 2003 წლამდე გრძელდებოდა ეს ექსპერიმენტი. შემდგომ ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტმა გამოიხმო ოქმი. ამ კვლევის შედეგები, სადაც კენტლერი ამბობს, რომ ეს ექსპერიმენტი არის დადებითად შეფასებული, იმიტომ რომ ეს აპეკუნები, ეგრეთ წოდებული, მზრუნველები, რომელთანაც ესეთი ბავშვები იყვნენ გაშვილებულები, უფრო ზრუნავდნენ ამ ბავშვებზე, მისცეს მათ კარგი განათლება, ზოგმა დაუტოვა ქონება და ის რომ რამდენიმე ბავშვმა თავი მოიკლა, ეს არ არის ნახსენები. აი ამ ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტმა ამხილა, რომ თავად კენტლერი იყო პედოფილი, მას ყავდა აი ამ ესე მიუსაფარ ზრუნველობას მოკლებული ბავშვებიდან აყვანილი 3 ბავშვი, რომელსაც ასევე ყვნიდა. მას ჰქონდა კავშირი თელ რიგ სტრუქტურებთან, მათ შორის პედოფილურ მაფიასთან და ეს იყო ყველა ეშელონების დახმარებით
დაგეგმილი ეს ექსპერიმენტი და მათ მოიხადეს ბოდიში, გამოაცხადეს, რომ აი ვინც კი იყავით ამ პროგრამაში ჩართული, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, გადაუხადეს დიდი კომპენსაციები, მაგრამ ახლა გადავდივართ ეტიოლოგიას. ის რომ ეს არის დანაშაული და ყურისთვის გაუგონარი რა. ამაზე ახლა ჩვენ აღარ შევჩერდებით, ახლა უნდა გავცდეთ ამ მორალურ პანიკას, ხო? და ახლა უნდა ვცადოთ რაშია საქმე. ეტიოლოგია, ანუ რა იწვევს? რა არის ამ უბედურების მიზეზი? 93% პედოფილების აღნიშნავს, რომ თავად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მეორე ფაქტორი. 13 წლამდე თავის ტვინის ტრამვა გონების დაკარგვით ზრდის პედოფილიის რისკს. ტვინის სიმსივნე. და ეხლა მე განახებთ აი ამ სტრუქტურას. აი ეს არის თავის ტვინი. აი რასაც ხედავთ, აი ეს ესეთი მოყვითალო ფერის, ხო, რაღაც ესეთი კრემის ფერს რომ ვეძახეთ, ხო? და აი ეს ლურჯი. ხედავთ? აი ეს ლურჯი რაც არის. ეს არის, შეხედეთ, შუბლის წილის დორსო ლატერალური პრეფრონტალური ქერქი. ეს. აი ეს რასაც ხედავთ, აი ეს ლურჯი, ესეთი, ეს არის წინა სარტყისებური ქერქი. აი აქ პატარა ლურჯს რასაც ხედავთ. ეს არის ჰიპოკამპუსი, ზღვის ცხენი, ჰიპოკამპი. და აი ამ წითელს რასაც ხედავთ, ეს არის ამიგდალა. აი ამ პრეფრონტალური ქერქის ქვემოთ არის სტრუქტურა, რომელსაც ქვია ორბიტოფრონტალური ქერქი, ორბიტო თვალი. აი უშუალოდ აი ამის ქვეშ უკვე არის თვალი და ამიტომ ქვია მას ორბიტოფრონტალური. აი აღმოჩნდა, რომ აი ამ უბანში პაციენტს განუვითარდა სიმსივნე. მაგრამ ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით ის, რომ ამ ადამიანს, ეს არის დაახლოებით 50-55 წლის ფარგლებში, კაცი, რესპექტაბელური, ოჯახი, ბავშვები. მას დაეწყო პედოფილური ფანტაზიები, ზმანებები. მერე დაიწყო მასტურბაციის ეპიზოდები და მერე გადაწყვეტილება, რომ იძალადოს თავის ორ შვილზე. მან იძალადა თავის ორ შვილზე. ამის მერე ის კარგავს გონებას, გული მისდის, ხდება კლინიკაში. კეთდება ტომოგრაფია და აღმოჩნდა, რომ აი აქ, აი ამ ორბიტოფრონტალურ ზონაში თურმე მას აქვს სიმსივნე. ესე იგი, ეს ერთად მიდის ეს სიტუაცია, ეს კრიმინალი უბედურება და ეს. გაუკეთდა ოპერაცია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ეს მოვიდა, ხო, აზრზე რაღაცა და ის ამბობს, ეს როგორ მოხდა ეს რაც მე გავაკეთე. ეს რა დამემართა. და ეგ ფსიქოლოგები ჩაერთვნენ, რომ ესე მოხდა, ესე მოხდა, ესე მოხდა. მე არ ვიცი ეგ ოჯახში რა მოხდა, გაიყარნენ, არ გაიყარნენ. მე ვამბობ რა იყო სამედიცინო ისტორიის თვალსაზრისით და გადის დრო და ეს კაცი მოდის კლინიკაში, რომ სასწრაფოდ ჩამიტარეთ მეორებითი კვლევა. და გეუბნებიო, რომ ჯერ არ გიწევთ თქვენ ეს გამოკვლევა. მე ვთვლი, რომ მე ისევ რაღაც რეციდივი მაქვს, იმიტომ რომ მე იგივე ფანტაზიები დამეწყო. მას გაუკეთეს გამოკვლევა მაგნიტორეზონანსული და იყო გაზრდილი სიმსივნე. ეს არის აი ეს შემთხვევა, როდესაც ის რომ სიმსივნემ შეიძლება გამოიწვიოს. ანუ მექანიკური ზეწოლა, მაგრამ ამ სტატიაში აი ეს არის უკვე აი ეს კვლევები, აი ეს არის ძალიან სერიოზული, მასშტაბური მეტაანალიზი ყველა კვლევისა, რაც ამ სფეროსთან დაკავშირებით იყო და თავმოყრილია. და განხილვა აი ამ კვლევის თანახმად აი ეს იყო, აი ამ კვლევის თანახმად ეს. და შემდეგი ეს სიმსივნე. სიმსივნის დროს ყოველთვის არ ვითარდება პედოფილური, ხო? ეს იყო ამ სტატიაში, რომ აი ამ დროს იყო ეს პედოფილური, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ უბნის დაზიანება ყოველთვის ამას იწვევს. შემდეგი, ესე იგი, ეს იყო, ხო, 64 წლამდე პაციენტი,
იგივე სიტუაცია, ოღონდ ის შვილიშვილზე ძალადობს. და ეს ამბავი რომ ესე გაირკვა და ოჯახში დატრიალდა ტრაგედია და იჩივლა დედამ რძალმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ კაცს აღმოაჩნდა თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული კვლევის შედეგად რა? აი ეს ჰიპოკამპუსის, აი ამის სკლეროზი. ჩვენ ვამბობთ სკლეროზი, სკლეროზი ხო არ გავიწყდება. სკლეროზი სინამდვილეში ეს პათოლოგანატომიური ტერმინია, გამკვრივებას ნიშნავს. მკვრივი. ანუ აი ეს ქსოვილი, რაც აქ იყო, მოფუნქცია ქსოვილი, ის დაზიანდა, გამკვრივდა. მთელი რიგი ნივთიერებათა ტრანსფორმაციის შედეგად, ხო? სისხლის მილების ჰიალინოზი ქვია ამას, მე სისხლი აღარ ტარდება, ის შემიევითარდება, ეს უჯრედები იღუპება და მორჩა დამთავრდა, ხო? ის მოფუნქცია ქსოვილი აღარ. ესე იგი ამ ადამიანს, ანუ ესე იგი ჰიპოკამპის სკლეროზის ფონზე შეიძლება ეს განვითარდეს. შემდგომ ატროფიული ცვლილებები. აი ეხლა აქ არ ჩანს სამწუხაროდ, მაგრამ უნდა დამიჯეროთ სიტყვაზე. აი ეს უბანი, აი ეს არის საფეთქლის წილების პროექცია. აი აქ. საფეთქლის წილი თავის ტვინის ქერქის, ხო? არის ის, სადაც ყველაზე ხშირად სტატისტიკურად არის ხოლმე ატროფიული ცვლილებები, რომელიც შემდგომ ვლინდება როგორც ეპილეფსია. საფეთქლის წილის მიერი ეპილეფსია. აი ასეთი შემთხვევაა და ატროფია ნიშნავს რომ იქ გადაგვარდა უბანი ეს უჯრედები დაიღუპა იქ არის პათოლოგიური იმპულსაცია და არის მოზარდი 20 წლამდე და ჯერ დაიწყო ეს აურები ხო რაღაცა მე გულყრები აი ეს რაც მძიმდება აი თქვა თვეში ერთხელ იყო მე თვეში ორჯერ ხო დამძიმდა ანუ ეს არე დაზიანების მატულობს ხო მას ეწყება პარალელურად ჰომოსექსუალური და შემდგომ პედოფილური ზმანებები, სურვილები, მოთხოვნილებები, ისევ იგივენაირად ეს. მოკლედ ამასობაში, აქ ეხლა ძალადობამდე არ მივიდა, იმიტომ რომ გამოხატულია კრუნჩხვები მიიყვანეს, დაიწყეს ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობა ნეიროლეპტიკებით. და ნეიროლეპტიკები ეს არის ის, რომელიც ცრგუნავს მაგალითად დოფამინერგულ სისტემას, ხო? იმიტომ ეს სწრაფი ფიქრები, ეს იმპულსაციები რომ შეამციროს. მკურნალობის პროცესში გაქრა ჰომოსექსუალური და პედოფილური ეს მოთხოვნილებები და ესე იგი ეს ზმანებები. შემდგომ ინფექცია განსაკუთრებით ბავშვობაში გადატანილი ინფექცია, ეს არის თავის ტვინის გარსების და ასე შემდეგ. შემდგომ დამახასიათებელია შიზოფრენიისთვის. სქიზო ნიშნავს განხეთქილება. განხეთქილება, ფრენიოს გონება ჯგუა, ხო? განხეთქილება, გახლეჩა, ხო? შიზოფრენია ძალიან რთული პათოლოგია, ხო ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. მაგრამ ყოველთვის შიზოფრენიისთვის არ არის. ანუ შიზოფრენიისთვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი, მაგრამ ყველა ფორმის შიზოფრენიისთვის არა. შემდგომ ფსიქოპათია. ანუ ეს ადამიანი არის ფსიქიკურად ავად და მისი ერთ-ერთი გამოვლინება არის ეს სექსუალური გაუკომარტება, რაც ზემოთ მოგახსენეთ, რამდენნაირი შეიძლება იყოს. თავის ტვინის რუხი ნივთიერების გათხელება. აი ეს არის ახლა მომენტი, ნახეთ. აი ამ სურათზე ნაჩვენებია ნორმალური ტვინი. აი ნახეთ როგორი სავსეა, რბილია, როგორი აი ნახეთ ეს თეთრი ნივთიერება, აი რუხი ნივთიერება როგორი სქელი, აი როგორც რაღაც ყვავილოვანი კომბოსტი. აი აქ ნახეთ როგორი შეჭმუხნულია, აი ნახეთ როგორი გაგანიერებულია ეს პარკუჭები, ეს ჩავარდნილია პარენქიმის კოლაფსია. ეს ახლა მართალია არის ალცჰეიმერის სურათი, მაგრამ თვალსაჩინოა. ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ყველა სიმპტომს, ყველა ფიქრს, სურვილს, ზმანებას, განწყობას, ემოციას თავისი მატერიალური substrati აქვს. აი აღმოჩნდა რომ პედოფილიის პირობებში როგორც წესი პედოფილის თავის ტვინის ქერქი 4%-ით უფრო თხელია ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის ტვინი. ეს იქიდან სერიიდან რომ ჩვენი ევოლუცია თანაბარი არ არის.
რომ 4.5-იანიც და 7 მმ-იანიც ადამიანი ვარ, მაგრამ განაყველა ერთნაირად ადამიანი და აი აქ ახლა შემოდის შემდეგი ექსპერიმენტები, რაც ისევ აი ამ მეტაანალიზში არის გადმოცემული. რომ წარმოიდგინეთ ფუნქციური მაგნიტორეზონანსული კაბინა მოათავსეს პედოფილი და აქეთ ჯანმრთელი ადამიანი. ორივეს უჩვენებენ ერთი და იგივე სურათებს. აქ არის ზრდასრული ქალი, ქერა, შავგრემანი, ცოტა გახდილი, ცოტა ჩაცმული, ბავშვი, ამასაკის, იმასაკის, არის ყველა ვარიანტი, რაზეც შეიძლება ველოდებით, რომ უნდა იყოს მათრიგირებელი, ხო? რა აღმოჩნდა? რომ ჯერ ეხლა მოდით ჩამოვთვალოთ ტვინის სტრუქტურის ტვინის რომელ სტრუქტურებზე გვაქვს აქცენტი. აი ეს ჩვენი პრეფრონტალური ქერქი რას აკეთებს? ეს არის ინფორმაციის შენახვა და ამ ინფორმაციით მანიპულირება. ეს არის დაგეგმვა, ორგანიზება და კოგნიცია, აზროვნება, გათვლა, რაციონალურობა. ეს არის მოქნილობა და აბსტრაქტული აზროვნება, ანუ ნეიროპლასტიკურობა. შემდგომ იმპულსური რეაქციების დათრგუნვა. ანუ აი რაც აი ამ ტვინის შუა ნაწილიდან, შუა და შუამდებარე ტვინი, ეს თბილსისხლიანი მტაცებელია, სადაც არის აი ეს ჰიპოკამპუსი, ეს ამიგდალა, ხო ეს ქერქვეშა სტრუქტურები და რა არის ჰიპოკამპი, ხო? ეს არის, ნახეთ, ემოცია. ეს არის სივრცეში ორიენტაცია, ნავიგაცია, სტერეოგნოზისი, მეხსიერება, ახალი მოგონებები. აი, მაგალითად რომ ვამბობთ, რომ აი, ბებოს, კაცო, ყველაფერი ახსოვს 50 წლის წინ რაც იყო და გუშინ რაც მოხდა და დღეს არ ახსოვს. რატო? იმიტომ რომ ჰიპოკამპი გადაგვარდა, ძველი ახსოვს და ახალს ვეღარ იმახსოვრებს, ვეღარ გადააქვს ეს სათავსოში. ამიგდალა რა არის? ეს არის რა? შფოთვის სიგნალიზაცია. აქ ხდება საფრთხის ამოცნობა, შიშის გენერირება, შფოთვა, ემოციური ასოციაციების ჩამოყალიბება. აი მაგალითად, ეს სიმღერა გახსოვს, აი რაღაცა Led Zeppelin, ან Felicita გახსოვს, კი, მაგრამ არ მინდა რა, რაღაც მაგონებს ასოციაცია. ხო, კარგია, მაგრამ მაგონებს, ხო, შეჭიდული ემოცია. აქაც აი ხლა მაგალითად, აი ნახა ბავშვის ისა რა ქვია, პამპერსი. თუ მას აქვს აი ეს მას ექნება ასოციაცია სიამოვნების შეგრძნების, იმიტომ რომ გადახრაა, ხო, დაზიანება. შემდგომ ჯილდოს სისტემასთან კავშირი. ანუ აი ეს ჩვენი ამიგდალა შეჭიდულია ამ დოფამინერგულ სისტემასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ აი აქ თუ არის გადამეტებული ახსნება, ან ძალიან დაქვეითება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ასოციაცია სიამოვნებასთან, რომ მე აი ამ წუთს ვისიამოვნო და მე რას ვჩივი, მაღალია ამის ალბათობა. და აი ნახეთ წინა სარტყლისებური ხვეული. აი ეს რა არის? კოგნიცია, ეს არის გადაწყვეტილებებისა და შეცდომების მონიტორინგი, რომ ეს შეცდომა ამის ჩადენა არ შეიძლება და ეს რომ მე შეცდომა მომივიდა, იგივეს აღარ გავიმეორებ. შემდგომ ემპათია, თანაგრძნობა. რა აღმოჩნდა? რომ აი ამ პედოფილებს, რომლებსაც უჩვენებენ სურათებს და ხედავენ უმწიფარ სხეულს, ბავშვი, სადაც ჯერ არ არის გამოხატული პირველად მეორე სასქესო ნიშნები, ხო? უაქტიურდებათ ის უბნები, რომლებიც აქტიურდება ჰეტეროსექსუალ ჯანმრთელ მამაკაცში ქალის დანახვისას. და აი ჯანმრთელ მამაკაცში ეს სისტემა არ რეაგირებს ბავშვზე. შემდეგ ხედავს პედოფილი ბავშვის გამოსახულებას. ან აი მაგალითად, აი ხო არის აი ტაილანდი, ინდონეზია, აი შედარებით აი სხეული პატარა ხო, იქ ხო ესეთი ნაძავია მონღოლოიდური რასიც, ინდო რაღაცა ესეთი ხო, ინდოჩინეთი და ასე შემდეგ ხო. სადაც შეიძლება 30 წელს მიტანებული ქალი გამოიყურებოდეს როგორც 9-11 წლის მოზარდი გოგო. ძალიან პატარა მკერდი, ძალიან ესეთი ინფანტილური იყოს, ხო? ანუ ამ ადამიანისთვის იმას კი არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის. ბიოლოგიურად. სხეული როგორია, ხო? აღმოჩნდა, რომ უყურებს პედოფილი ამ სურათს, სადაც არის უმწიფარი სხეული, მასში ითრგუნება აი ეს
სარტყლისებული. ემპათია. ხო, ემპათია. მატულობს ეს ამიგდალა, მატულობს თალამუსი, სადაც არის სექსუალური ახსნების ძირითადი ცენტრები, კლებულობს თავის თვინის ქერქის აქტივობა, ეს პრეფრონტალური, კლებულობს ეს ორბიტოფრონტალური, ანუ ის რამაც უნდა შეაკავოს, ის ქვეითდება და ის რაც იწვევს ვნებას, აღგზნებას და ასოციაციას, ის მატულობს. ესე იგი, ტომოგრაფზე, ფუნქციურ ტომოგრაფზე, ჩვენ გვაქვს სურათი, რომ ტვინი არ რეაგირებს ჯანსაღად. ქალის ნორმალურ სხეულზე. ან თუნდაც მამაკაცის ნორმალურ სხეულზე. ხომ შეიძლება ვთქვათ არის და მოსწონს ეს კაცი. აი ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ სიყვარული ყველაფერს ამართლებს ძალადობის გარდა. ორიენტაციაზე აქ არ არის ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი გადახრაზე, რომელსაც აქვს საფუძვლად რა ანატომიური და შესაბამისად ალბათ გენეტიკური, უბრალოდ გენეტიკური სარჩული ჯერ ვერ ვიპოვეთ. ყოველ შემთხვევაში მე ვერ მივაგენი ისეთ კვლევას, სადაც არის რომ აი ეს გენი თუა, აი ეს მუტაცია თუა, ეს აი იქნება პედოფილი. მაგრამ სტრუქტურულ დონეზე აი ეს არის რაც მე მოგახსენეთ. ახლა ისმის კითხვა. თუ ეს ყველაფერი არის ავადმყოფობების შედეგი. ანუ ტვინი თუ ვერ რეაგირებს და ეს, აბა მაშინ, ახლა შესაბამისად რას ვერჩით? ნუ რას უკაცრავად. ესე იგი, ეს ადამიანები რეაგირებენ და მათთვის მათრიგირებელი აი ეს, მაგრამ ბავშვს რომ ერჩის, ჯერ ფსიქოლოგიურად ვთქვათ, გადმოიბირებს, აი მე შენ ახლა კამფეთს გაჩუქებ და მოდი ეს გავაკეთოთ. ან უფრო უარესი თავს ესხმის. კაი, უკეთეს შემთხვევაში არ მოკლა. მაგრამ ხომ კლავე? მერე ხომ მალავენ ამას. მერე ხომ უარობს. ბავშვს ხომ ეუბნება ეს არსად არ თქვა ეს ჩვენი საიდუმლოება იქნება და თუ შენ ამას იტყვი ამას ვიზამ, ემუქრება. მერე ვთქვათ დაიჭირეს. და აი შენ ეს არ უარობს. არა, ვერ ამტკიცებ ჯერ ხო? უარო. ესე იგი რას ნიშნავს? იმალება, იტყუება, ესე იგი არ სხვენია. არ სხვენია. აქ სირცხულზე და ემპათიაზე ლაპარაკი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ესმის, რომ ის რაც მან გააკეთა, დანაშაულია და ამის გამო დაისჯება. ესე იგი ის შერაცხადია. ახლა მოგიყვებით ერთ ეპიზოდს, როდესაც მამაკაცს ცოლი, დედა და 3 შვილი. არის ჩვეულებრივი ოჯახი ამერიკაში. სახლი, ყველაფერი, ვილა თუ რაღაცა და კამერები, შეძლებული ოჯახი. ხდება ესეთი რამ. ეს კაცი ღამე დგება, იღებს ნაჯახს და მთელ ოჯახს ამოხოცავს. ამ ნაჯახს მე დააგდებს, რომ მორჩება ყველაფერს და იქვე აი ამ სისხლის საშინელ აი ამ გუბეში წვება და იწინებს. დილით იღვიძებს, ხომ იმოიხედება. არაფერი არ ახსოვს. არაფერი არ ახსოვს. იწყებს ივილი შეყრის მეზობლებს იქითური აქითური გამოუძახებენ მას პოლიციას იმას და მივარდება მას კამერას რომ ამოიღოს ჩანაწერი და ხედავს რომ ეს თვითონ გააკეთა. ამასობაში მოდის ეს პოლიცია ეს ყველაფერი და ეს იხვეწება მომკალითო. ნახეთ რა მოხდა. ამ ადამიანს ჰქონდა რაღაცა იშვიათი ფორმის რაღაცა, მაგრამ შიზოფრენია. რომელიც ერთადერთხელ გამოვლინდა მთელი ცხოვრების მანძილზე. არც მანამდე, არც მერე არაფერი არ იყო. აი ეს არის რა, შეურაცხადი. ხო? როცა არ ახსოვს. აი მომენტში ის არის ამისი დიაგნოსტიკის ისეთი ის არსებობს აგერ 19 საუკუნიდან, აგერ ბატონო ჩემო, ეს ვიცით სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა ეს იცის. ეს ადამიანები შეურაცხადები არ არიან. ამ ადამიანებს ესმით რას აკეთებენ. ამიტომაც მალავენ, ხო? შესაბამისად კანონის მთელი სიმკაცრით ისჯებიან. მეორე მომენტი, თუ ეს ამავდროულად მაგალითად ევოლუციის გამოვლინება, ხო? არ არის არც სკლეროზი, არც ატროფია, არც ინფექცია არ გადაუტანია, არც არაფერი, მაგრამ
თვითონ ნეიროგენეზის პროცესშია ის დალოცვილი ის რუხი ნივთიერება არ ვერ მიაღწია იმ 7 მმ-ს და დარჩა 4 მმ-ის ამარა. ხომ? ანუ ესე იგი ნეიროგენეზის დეფექტია, ხო, ნერვული ქსელი ვერ ჩამოყალიბდა სათანადოდ და ის ევოლუციის იმ საფეხურზე დგას. არ აქვს ემპათია. მე რა რომ მე ამას ვაკეთებ, მე რა მე ასე მინდა. და ისიც ასევე იტყვის რომ არა მე არ გამიკეთებია და რო ეტყვიან დაუდგებენ სურათს ვიდეო ჩანაწერს რო აჩვენებენ თუ რა თქმა უნდა ეს კამერა მუშაობს განსხვავებით დიდი დიღმისგან სადაც უბედურება მოხდა და კამერები ხო არ იყო ჩანაწერი და დღემდე ეძებს საწყალი დედა დაღუპული შვილის თუ ის სამართალს და არ ჩანს სამართალი ხო სანამ არ მიაყენებ ესე და არ დაუდებ მანამდე და მე ეტყვის რომ ხო ნუ ესე გავაკეთე და მე მოყვება ამას სიამაყით რომ მან ისე დაგეგმა ეს ყველაფერი მე ისე გააკეთა ყველაფერი და როდესაც ეს ფსიქიატრი მას გამოიწევს საუბარზე ხო რომ აბა როგორ იყო და აბა და ახლა ჩვენ მეგობრობთ ახლა ჩვენ მე მინდა რომ შენ ახლა ეს და ის უყვება ის რომ გაიხსნება ამას როგორ ყვება ხო და მე კი მაგრამ და რატო იმალები ხო აბა ახლა დამიჭერდნენ და ხო ესე იგი ესმის ხო ანუ აგებს პასუხს ორივე შემთხვევაში ავადმყოფობაა ეს თუ ევოლუციის დრამატული გადახვევა თუ გადმოხვევა შენ აგებ პასუხს ეხლა რას ემსახურება ჩვენი ეს ხო საუბარი რას ემსახურება ეს ემსახურება იმას რომ თუ ადამიანში გაჩნდა ასეთი სურვილი თუ შენ უყურებ ბავშვთა პორნოგრაფიას და ეს არ შეგძრავს, ჯერ როგორ უნდა უყურო, აი თვალი მოკარი და ამას გაუსწორე თვალი. ეს უკვე პათოლოგიის დასაწყისია. რომ ამან არ შეგძრა, როგორ შეიძლება ამას თვალი გაუსწორო და მე ამას უყურო და ამაზე მაპატიეთ და ამ პორნოზე შეჯდე. ესე იგი შენს ფანტაზიებში შემოვიდა ნეგატიური სიუჟეტი, რომელსაც აქვს მატერიალური, ანატომიური მიზეზი, შენს ტვინში ესე იგი რაღაც ხდება. ესე იგი თუ შემდგომ ამას მოყვება, რა თქმა უნდა, ეს მასტურბაციის ეტაპი, მერე დროთა განმავლობაში, ეს უკვე დროის საკითხია, ეს რამდენად როგორ გადაიზრდება და რაში, თუ ბავშვი მაგალითად მარტო დარჩა და ესე გაიხედ გამოიხედე და აბა დაუსჯელობის სინდრომი და კამერაც არ არის და არც იმის გჯერა რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ თუ შენ ოდნავ მაინც რაციონალური შეკრჩა ადამიანის, აი ის ქერქის, აი ის იმ ნაწილის, რაც შენ ადამიანად გაგცევს, ქერქი, უნდა მიხვიდე ფსიქიატრთან. ექიმთან უნდა მიხვიდე, რომ შენც გადარჩე და ისინიც გადარჩნენ. მაგრამ ეს იცით რატომ არ ხდება? პირველი, არ არის სათანადო განათლება. მეორე, თუ ადამიანს ძალაუფლება აქვს და ის დარწმუნებულია რომ მან რაც არ უნდა გააკეთოს ამას ვერავინ ვერ გაიგებს და შეუძლია პრეზიდენტიც კი გახდეს და ყურზე ხახვი არ დამაჭრასო იფიქროს თუ შენ ხარ იმდენად მდიდარი რომ დაცვა დაყვება და ასე შემდეგ და ნებისმიერი ეშელონი შეგიძლია იყიდო ეს სმანება სურვილი თხოვნად გადაქცეული გახდება რეალობა. და თუ არ არის ამ ხელა ძალაუფლება და ალბათ ბევრი ეგეთი შემთხვევაც არის, როცა ძალაუფლების წარმომადგენელი არ არის პედოფილია და პედოფილია ესე ვთქვათ, მაგ შემთხვევაში რატომ არ მიდიან ფსიქიატრთან, რატომ არ ფიქრობენ რომ ეს არასწორია, რა აი მივხვდით რა ანუ მორალი არ არსებობს? როგორც კი ეს სტრუქტურა, სარტყლისებური ხვეული, პრეფრონტალური ქერქი დაითრგუნება და დომინანტი იქნება თბილსისხლიანი მტაცებელი, მისთვის მთავარია რომ მიიღოს ეს მძაფრი შეგრძნება. ის იღებს გადაწყვეტილებას, რომ მე ეს მინდა შევიგრძნო და მე ამის ყველა ბერკეტი მაქვს. ის რაოდენობა ადამიანებისა, ვინც არის ეპშტეინის ფაილში. და რაც ჩვენ ვიცით და ზღვა, რაც არ ვიცით, კიდევ უფრო მეტი შეიძლება. ეს ხო არ არის დარჩენილი სამეფო ოჯახი. არ არის დარჩენილი ბიზნესმენი. კინოვარსკვლავები თუ ეს მართალია, ესე იგი ეს რა
200,000 ბავშვთა პორნოგრაფიის საიტი. ესე იგი, რამხელა მოთხოვნილება, რამხელა ბაზარია. ძალიან დიდი. ხო? ესე იგი, ეს ბევრად უფრო ღრმა პრობლემაა. ხო და ანუ ყველა ამ ადამიანს თავი ასე აქვს დაზიანებული, აი ეს რაც ჩამოთვლით ყველა ადამიანს. ხანდახან იცავს ფიქრობ ხოლმე. ხანდახან მიფიქრია ამ თემაზე, რომ ეპსტეინის ფაილების მერე განსაკუთრებით, რომ როდესაც ძალაუფლება გაქვს ადამიანს, აი თითქოს ყველაფერი გამოსცადე, ყველაფერი ნახე, ყველაფერი, ვეღარ იკმაყოფილებ ამ შენ რაღაცეებს და მე მიდიხარ, სადაც მიდიხარ და მანდაც ტვინზეა საუბარი, თუ მანდ უკვე არ ვიცი. მაგას ქვია უკვე ინტოქსიკაცია. ინტოქსიკაცია შეიძლება იყოს ალკოჰოლური. აი მაგალითად ახლა ეს უბრალოდ ზღვა მასალაა, უბრალოდ ამდენს ვერ ჩავეტევით უბრალოდ, ხო? შეიძლება მაგალითად მამამ სიმთვრალეში, ესე ჟარგონზე რო ვთქვათ, გაეკაჩოს შვილს. ხო? შეიძლება რეალურად ისეთი არაფერი მოხდეს, მაგრამ იმ ბავშვისთვის ეს იყოს ტრამვა და მე რო გამოფხიზლდება, ვითომცა არაფერი მომხდა, რომ კი ახსოვს რაღაცები, მაგრამ არ ლაპარაკობს, მაგრამ ესეთი ცივი მშვიდობა და მე ვითომცა არაფერი ის მაშინ მოიქცა ისე არ ამიტომ რომ ის პედოფილი. იმიტომ რომ ალკოჰოლმა, თუ მოსაწევმა, თუ ნარკოტიკმა სხვამ, ისე გათიშა, რა მნიშვნელობა აქვს ტვინისთვის ეს სტრუქტურა რის გამო დაზიანდა? ინფექციამ დააზიანა, სიმსივნემ, სკლეროზმა, ატროფიამ, რამ? ალკოჰოლმა, ნარკოტიკმა გაითიშა, შემაკავებელი გაითიშა და მან გააკეთა ის, რასაც სიფხიზლეში არ გააკეთებდა, აი რითაც დავიწყეთ საუბარი, ხო? რომ ოსმონდი და ეს ამაკენა და ეს ამბობს რომ დაათვრე. აი სხვათა შორის ძველ სპარსეთში იყო ესეთი ტრადიცია მოლაპარაკების, ხო, ხო პატრიარქალურია, ესეთი მკაცრი ვაიუშოლებელი, ესე სხედან ესენი და აი ფხიზლები არიან. რაღაცა საკითხი უნდა შეაჯამონ, რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ, ხო? და მოკლედ ესე გადავწყვიტეთ. გადის რამდენიმე დღე და იგივე ხალხი, იგივენაირად იკრიბება, მხოლოდ ახლა, როცა იყო სასმელი სანამ ისლამი იყო, თქვათ, სასმელს მიირთმევდნენ, თუ არა და თქვათ რაღაც მოსაწევით. ვრებოდნენ და იგივე თემაზე იწყებდნენ საუბარს. თუ სიფხიზლეში მიღებული გადაწყვეტილება და სიმთვრალეში მიღებული გადაწყვეტილება დაემთხვეოდა ერთმანეთს, მოსულა, ამას ვაკეთებთ. ადამიანის ნამდვილი ბუნება ჩანს, როდესაც ეს მოგეხსნება შენ. ხო? თუ შენ მოგეხსნა და გაგიჟდი და გადაირია, გასაგები ავათხარ. ეს ადრე თუ გვიან შენ სასმელის და ნარკოტიკის გარეშეც დაგემართება. ძლიერი სტრესი. აი ორივემ რაღაცაზე ვინერვიულეთ. მე დამემართა დიაბეტი, შენ არა. მე რა იყო? თავარი ის კი არ არის რა მოხდა, რა რესურსით დავხვდით მომხდარს. ხო? ეხლა მე მაგალითად საერთოდ ვერ ვსვამ. მე მშურს ადამიანის, რომელიც იტყვის, რომ აო, ისეთი კარგი, აი, რო იტყვიან, აი, ესე ბარხატნე кайф, ხო? არ ვიცი, მე 2 ყლუპი, 3 ყლუპი და პირდაპირ ვიწამლები. მე პირდაპირ ცუდად ვხდები. მე არ ვიცი რა არის სიმთვრალე. ხო? არი ვიღაცა ვიც ხარივით სვამს და უძლებს და აქვს მამაჩემს საწყალს ქონდა ბრწყინვალე სიმთვრალე. გადასარავი ისე ჭიკჭიკებდა, ისე ცხადში არ ლაპარაკობდა სიფხიზლეში საწყალი. მაგრამ რომ დაეწყო პარკინსონის პირველი უკვე ეპიზოდები, სიმთვრალე გახდა პათოლოგიური. და მე მივხვდი, რომ სიმთვრალემ რომ აურია, მივხვდი, რომ მამაჩემს რაღაც დაემართა. ხო, ამრიგად ეს ყველაფერი საუბარი ემსახურება იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ დავეხმაროთ იმათ, ვისაც ეს სჭირს. გაცილებით ბევრს სჭირს. თქვენ რომ იცოდეთ ფსიქოთერაპევტებთან, ფსიქიატრებთან, რამდენი ბავშვი უკვე რომ მოზარდი და უკვე დიდი როა. და ოჯახიც აქვს, ესეც აქვს, ის არაჩვეულებრივი ბიჭი, გოგო რაცა ვერ აეწყო. ის ქმარიც უყვარს, იმ ქმარს უყვარს, ეს ცოლიც უყვარს, იმ ცოლსაც უყვარს, მაგრამ ვერა ის ნარკოტიკს მიეძალა, ის სვამს, ის თურმე ბავშვობაში მასზე უძალადიათ. და როგორც წესი ძალადობენ ოჯახის წევრები, ოჯახთან დაახლოვებული პირები, სამეგობრო, სანათესავო, მეზობელი, იშვიათად გარედან. და ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს ხდება ანაბატყოფობა, ან ევოლუციის სხვა საფეხურია. და თუ შენ იჭერ შენ თავს იმაში, პედოფილურ საიტზე კი არ უნდა შეჯდე, უნდა წახვიდე და მკურნალობა დაიწყო. მკურნალობა დაიწყო, რომ თავიდან აიცილო, რომ შენი თვალებიდან ადამიანი წავიდეს. შენი თვალებიდან ადამიანის წასვლა არ უნდა დაუშვა.
კი, გეთანხმებით და ეხლა თქვენი ესეთი ლექციას პირდაპირ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ საოცრად საინტერესო იყო. როგორც დაიწყო ქრონოლოგიურად ისტორიულად, ხო? ანუ ეს თემა ყოველთვის იყო. უბრალოდ ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომრავლებულია. და ამისი მიზეზი რა არის? აი რაც მოგახსენეთ. ისევ და ისევ ეს ყველაფერი. ნახეთ, აი ეხლა რომ აი ესპანეთში რომ განგაშია ატეხილი რომ ყოველი მეხუთე და მეშვიდე ბიჭი გეია, ესე იგი თუ ეს ბავშვები იყვნენ ძალადობის ეს რაც ეკლესიაში ძალადობა იყო და სხვაგან ოჯახებში კიდე რამდენია ხომ წარმოგიდგენიათ ანუ აი ეს ნაკადი ხომ რომ პედოფილების და ჰომოსექსუალობა კიდე ცალკე თემაა ხომ ამას ახლა არ შევეხებით იმიტომ რომ ეს ზღვა მასალაა მაგრამ მიდრეკილება ჰომოსექსუალური ბისექსუალური აი ეს ჩართვა და ტრიგერება ხდება როდესაც მამაკაცი ბავშვზე ბიჭუნაზე ძალადობს ხო ერთმა თავი მოიკლა მეორემ გადაიტანა თქვათ და შვენიერი ოჯახი შექმნა და მესამემ ორიენტაცია შეიცვალა იმიტომ რომ ყველას ერთნაირი ფსიქიკა ხომ არა აქვს ანუ აი ეს ძალადობების აი მაგალითად აი ახლა რაც თქვით აი საბერძნეთში ხო აი ახლა თებეში იყო დაკანონებული ხო თუ იუნიაში თქვათ არა ხო კრეტაში და დორიულ სივრცეში იყო ხო ათენში ნაკლებად რომში ასე იყო და მერე შემოვიდა მოდა და კი ბატონო ხო მერე აი აქ იყო მერე იაპონიაშიც იყო მერე აფრიკის პრიმიტიულ ტომებშიც დღემდეა აი ეს ინიციაციები რომ ბიჭუნა მამაკაცების წრეში რომ უნდა გადავიდეს მიყავთ ტყეში იქ მარტო ტოვებენ თქვათ 1 თუ 3 ღამე სიბნელეში სადღაც რომ ეს შიში განიცადოს და შენ კაცი ხარ შენ არ უნდა გეშინოდეს და მერე რიტუალებში შედის ჰომოსექსუალური ურთიერთობებიც ხო აი როგორც იქ სამურაისთან და როგორც იქ გიმნაზიაში ხო ნახეთ განსხვავებული გეოგრაფია 10000-ობით ლამის კილომეტრი ხო ეპოქები სხვა და მოდელი ქცევის ერთი რატო ადამიანის ტვინი ეს დალოცვილი თუ უბედური ეს ერთია და ორი ძირითადი ფაქტორია აი ეს თავის ტვინის ქერქი რამსისქეა აი ამ თავის ტვინის ქერქში ნივთიერებათაცვლა როგორია აი ერთ-ერთი ექსპერიმენტი იყო შეისწავლეს გლუკოზის უტილიზაცია ესე იგი გლუკოზის ცვლა თავის ტვინში რომ პედოფილი რომ უყურებს ბავშვის სურათს მის აი ამ ქერქქვეშა სტრუქტურაში თალამუსში აი ამაში აი ნება სადაც უნდა გაჩნდეს 10 ჯერ მაღალია გლუკოზის შესვლა იმ უჯრედებში და ქერქში და აი ამ პრეფრონტალური ზონა და ეს სარტყლისებური ხვეული და ეს ორბიტოფრონტალური ხო აქ ეცემა 3 ჯერ რომ აი ამ სურათს რომ ხედავს პედოფილი მის შარდში 10 ჯერ და ზოგჯერ 100 ჯერ მაღალია ადრენალინის შემცველობა ვიდრე ჰეტეროსექსუალი კაცი ქალს რომ ხედავს ეს არის ბიოქიმია და ეს ბიოქიმია იმ 3000 წლის წინათ ეს ბიოქიმია იყო საბერძნეთშიც იაპონიაშიც და იმაში რა ქვია ამაზონიის ჯუნგლებშიც კი ბატონო კიდევ უნდა ჩაგაკითხოთ შეიძლება რაღაცა მომენტს ვერ იგებს ჩემი ტვინი შეიძლება მაყურებელსაც იგივე ქონდეს და ამიტომ უნდა ჩაგაკითხოთ აი დავუშვათ სადღაც საბერძნეთში ვიღაცა ადამიანს ქონდა ეს პრობლემები ტვინში და თქვათ მან დაუშვა რომ პედოფილი არის ნორმა მაშინ პედოფილი ალბათ არც ერქვა ამ ყველაფერს უბრალოდ ერქვა მაგრამ მაშინ გადახრა თითლებოდა ვიღაცა მაგალითად ხო იონიაში თვლიდნენ რომ გადახრა იყო კი ბატონო მაგრამ აქ დაუშვეს რომ ეს ანუ ყველა ის ადამიანები რომლებიც ამით უბრალოდ აი ჩემ გონებაში ესედალაგდა ნახეთ ერთი იყო ადამიანი ვინც დაუშვა შემოიღო რომ ეს არის ნორმა და დანარჩენი ადამიანებიც ამას იღებდნენ ნორმად ვინც ეთანხმება ის იმედ ყველას ეს პრობლემა აქვს ხო აი ეს მინდოდა რომ გამეკო ანუ ეს პრობლემა თუ არ გაქვს შენ ეს ყველაფერი არ დაგემართება ხო არ გასაგებია. ანუ მაგალითად იმ ეპსტეინის ფაილებში ეს ადამიანები ვინც არიან ფაქტობრივად ყველას ეს პრობლემა ექნება. ხო შემთხვევაში ამაზე არ წახვალ. რა თქმა უნდა, რამდენი ვარსკვლავია, რომელიც არ არის გარემო. რა, ბერილ სტრიპი არის ნახსენებისადმე? რა ის რა ქვია, კევინ კოსნერი არ გამიგია მაგალითად. ნუ თიზე ჩამოსასვლელი ადამიანები არ გამიგია, მაგრამ ესე იგი ხო არ არის? ხო არიან ადამიანები ერთი იყო ისა იმას რა ქვია
ეს დიავალ ნოსით ბრადა იქ რომ გოგო რო არის Anne Hathaway რომ ესა აი ამან სასიკვდილე რა გვარია ეგ ფაილი Epstein ურეკავს ამის იმპრესარიოს ამ გოგოს იმპრესარიოს რომ ვეპატიჟებითო მოვიდესო მასთანო Bill Gates-თან და ჩვენთანო კუტოქშიო ვეპატიჟებითო სადილზეო და მე პასუხობს ეტუეის ეს ხო არ მცალიაო დიდი ბოდიშის მოხდითო ოსკარის დაჯილდოების წამყვანი ვარ და მეცადინეოფო რეპეტიციოფო და ვერ მოვალ დიდი ბოდიშით არ წავიდა ეს გოგო ესე იგი ხო არის რაღაც რომ არ მინდა რაღაცა კარგი შვებს ხო არ მინდა მე ეს მელ გიბსონი ხო არის ადამიანი რომელმაც გაილაშქრა ჯერ კიდევ 20 და 30 წლის წინათ რომ ამას ამბობდა რა ყველა ხო არ თანხდება ამასთან ხდება ის ვისაც ეს უნდა ეს უნდა იმიტომ რომ twin-ში უჭირს ორგანულად აბადარი თუ ევოლუციის სხვა საფეხურზე დგას და თხელი აქვს რუხი ნივთიერება თუ ნორმალური ქონდა მშვენიერი იყო მაგრამ ნარკოტიკებით და ალკოჰოლით მოისპო და გაცდა ყველაფერს საზღვარს ხო რა მნიშვნელობა აქვს twin დაზიანდა მაგრამ ის ფაქტი რომ მალავ ესე იგი გესმის ესე იგი პასუხს ყველა ვარიანტი გეთანხმებით კი შენ თუ გესმის და მაინც აკეთებ შენ პასუხს აგებ კანონის წინაშე აბსოლუტურად და უნდა აღიარო რომ ეს არის აბადმყოფობა ეს არ არის ესეთი აი როგორც რუსები თქვენ პრიტპაჩცენი ეს არ არის ორიენტაცია ეს არის აბადმყოფობა რომელსაც ჭირდება მკურნალობა შეიძლება რემისია ხო ეს ნუ მე როგორც მოგახსენეთ აი რომ აი იქ ნეიროლეპტიკებით იქ ხო შეჩერდა იქ სიმსივნე იყო ის რაღაცა შეჩერდა იქ ესა შეიძლება მართვა ამიტომ თუ შენ დაგრჩა ადამიანური რაღაცა უნდა იბრძოლო რომ ეს ადამიანობა შეინარჩუნო კიდე იცით რა მგონია ძალიან რთული ამ ადამიანებისთვის მაგის აღიარება რომ შეიძლება იყოს პედოფილი აი ეს ძალიან რთული იქნება რა თვითონ ხა აი რომ თქვა ხა მაგალითად დამოკიდებული ადამიანი ვერ აღიარებს რომ დამოკიდებულია და მეორეს მხრივ ეს კიდევ უფრო 100 მაგათ მძიმე ამბავი არის და რომ თქვა რომ მე ვარ პედოფილი რა აი ნახეთ აი აქ მე მაქვს ეს აი ნახეთ ეს ჩვენი აი ეს ჩვენი დორსო ლატერალური პრეფრონტალური ქერქი აი ეს აი აქ ხდებაო კოორდინაცია იცით რისი რომ აი ეს სურვილი რომ მაქვს და ეს რომ მე მინდა გავაკეთო აი მე ეს სურვილი გავაკეთე აი მე ისე მომიდა გავაკეთე აი მაგალითად დალევა დავლიეთ დავთვერი მოვგვდი მე ისე გამომედი გადავისხი გავიწმინდე ვითამაშე წავაგე მე ისე ვითამაშე წავაგე აი ეს უბანი განაპირობებს იმას რომ მე რო ერთხელ დავთვერი და კინაღა მოვგვდი არა მე ამას მეორეჯერ ამას ვერ გადავიდა ხო აი ეს არის შემაკავებელი აქ თუ არის პათოლოგიური იმპულსაცია და ეს არ არის გამართულად მუშა აქ თუ არ ხდება გლუკოზის ნორმალური იუტილიზაცია თუ არ ხდება იმპულსის გატარება ვითარდება ობსესიური კომპულსიური აშლილობა ეს გაიმეორებს რომ კი მოვგვდი მაგრამ უფ რა კაი იყო ის რაც იყო ეხა იცით რას ამბობთ ნახევარ საქართველოს მაგის პრობლემა არის ლატარია და კაზინო ეს ღარიბების თამაშია ეს არის ის ადამიანები რომლებსაც უნდათ ერთი ხელის მოსვლა ყველას გვაქვს გასინჯული მეც ვიცი რას ნიშნავს ეს სლოტები ყველას გვაქვს ეს გასინჯული მაგრამ ხომ არის რაღაც შენ აღარ მიგიშვებს მე შენ ხომ აი რომ ნახავ ინფორმაციას რომ რომელიღაც პოლიტიკოსმა 800,000 ლარი მიიღო კაზინოდან მოიგო ესე იგი ფული თეთრდება ესე იგი შენ იქ 20 ლარს და 100 ლარს და 500 ლარს რო ჩარიცხავ ხო ესე იგი აქ ტრიალებს ეს ყველამ ვიცით რომ შენ არ ვერ ხო ის ჯეკპოტის გახსნაც ის პროგრამა ხო იმას უხსნის იმან მოიგო და შენ არა და რატო შენ ის 10 ლარიც რატომ ანუ აი ეს ქერქი თუ არის რატომ არის ჩვენთან ეს საყვავებული ეს გემბლერული თამაში სამსახურები არ არის
არ არის იმის გარანტია, რომ შენ ერთ თვეში შუქის ფულს გადაიხდი. და ის ოცნებობს, აი ეს დოფამინერგული სისტემა, რომ აი ეს ჯილდოს მოლოდინ, რომ ეგება და გამიმართლოს. ეგება და ის რაც აქ იმასაც აგებს. შენ რო იყო მთლიანად ჩაფლული საქმეში, აი შეპყრობილი იყო, აი როგორც მიქელანჯელო რო ხატავდა ასე და ეს ლეგენდის თანახმად ფეხებიო, ის იგი მთეხას იდგაო, რო ფეხის კანიო, ჩექბებს მიეწებაო და რო გახადასო სისხლის დიოდაო. ესე როგორი შეპყრობილი იყო. აი შენ აი ეს შენი შეპყრობილობა, ხო, რო გადმოიტანო სხვა რაღაცაზე. ხო? აი კაფელი გააკრა, ეს თაბაშირ მუყაო, დახატო, დაწერო, რაღაცა გააკეთო, ხო? კი, უამრავი იცით კაფელის ხელოსანი რო კარგი რომ დაგჭირდეს 6 თვით წინასწარ უნდა ჩაეწერო. კი ბატონო. აიღე ისწავლე გააკეთე. მიხდით რა, ანუ აქ უამრავი პრობლემაა, ეხლა ეს შორს აგვიყვანს. ფაქტია ის, რომ ადამიანი ვალდებულია გადარჩეს როგორც ადამიანი. კი. ხო, და სხვათა შორის შემთხვევას ვეკითხები ხოლმე სულ მაგ კითხვას, რომ და რა ქმნის ადამიანს ადამიანად? ადამიანი არისო ღმერთის ინსტინქტებით დატანჯული ცხოველი. მე ვთვლი, რომ არსებობს ძალიან დიდი არსება, რომელიც არ არის არც ერთი იმ ღმერთთაგანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ყველა ღმერთი ჩვენი შექმნილია. ყველა ის დიდი ღმერთკაცი, რომელმაც თქვა მე და მამა ერთი ვართ, ესენი არიან ის ერთეულები, რომლებმაც ის უზენაესი იხილეს, იგრძნეს და იცხოვრეს. ადამიანს ქმნის გაცნობიერება. შენ თუ აცნობიერებ, შენ ხარ მსოფლიო გონის, ანიმა მუნდის ნაწილი. გაცნობიერება არის ადამიანი. კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ შეიძლება? ძალიან. აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი ერთ-ერთი კიდე მთავარი კითხვა არის, რომ დაახლოებით ხვდები, რომ ისევ ამასთან გვაქვს საქმე, უბრალოდ მე თვითონაც ვიკვლი ეგ საკითხი მაინტერესებდა, ბევრი ველაპარაკე ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ, რომ აი ამდენი უბედურება როცა ხდება გარშემო, ქვეყანაში, მსოფლიოში, ეპსტეინს რო თავი დავა ირანში, ამდენი ადამიანი გარდაიცვალა სანამ ომამდე, ხო, 30,000-ზე მეტი დახოცეს. აი ყველაფერი ვნახეთ. მაგრამ თითქოს მეორე დღეს, მესამე დღეს არაფერი არ ხდება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ვიღაცამ არ ვიცი უნდა დაждდეს და თავი ურტყას კედლებს, რომ აიმე რა ხდება და ასე შემდეგ, მაგრამ საერთო ფონი, საერთო ჯამი არის ის, რომ თითქოს არაფერი არ ხდება. ძალიან შევეჩვეთ, ძალიან შევეგუეთ, არაფერზე რეაქცია აღარ გვაქვს. რაღაც მხრივ ეს თავდაცვითი მექანიზმი ალბათ თქვენ უკეთესად მეტყვით ახლა მე, რომ ჩემი მსჯელობები არ გადმოვარქვიო. პირდაპირ კითხავთ, რა არის ეგ, რა ფენომენია? გახსოვთ და დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ეს არ ახალია. არის მორალური ცვეთა. ძალიან ცოტა ადამიანი არის ზე ადამიანთან მიახლოებული. როგორც ნიცშემ თქვა, ადამიანი არის ხიდი ცხოველსა და ზე ადამიანს შორის. ჩვენი მიზანია გავხდეთ ზე ადამიანი. და იმ ზე ადამიანის მიზანია, რომ იმ ღვთაებრივს შეერწყას, ანუ აღმოაჩინოს, რომ ის თავად არის ეს ღვთაებრივი. აი ეს რაც თვალებიდან იყურება, ეს ღვთაებრივია. და ის რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის სხეულის პროგრამა. და როგორც კი ეს სხეულის პროგრამა დაგაჯერებს იმაში, რომ ეს შენი სურვილია, შენ მარცხდები. აი ის რაც თვალებიდან იყურება, ის მარცხდება, როგორც კი სხეული დაარწმუნებს და შენ მოტყუვდები და დარწმუნდები, რომ ეს შენ გინდა. არაფერი ეს შენ არ გინდა. ეს არის სხეულის პროგრამა, რომელიც დაზიანდა. ან დაზიანებული დაიბადა,
ან ევოლუციის საფეხურზე არის ისეთი, რომ ცხოველურში უფრო მეტად არის ჩარჩენილი ვიდრე ადამიანებში. თქვენ ვერ ნახავთ შეცდომას, ცოდვას, დანაშაულს, კრიმინალს და უბედურებას, რომელიც არ არის ჩვენს ბიოლოგიურ წარსულში, ცხოველთა სამყაროში. ჩვენ ვიმეორებთ ცხოველთა სამყაროში მიმდინარე პროცესებს. არის მაგალითად სცენები ალფა მამრი, მაიმუნი აიძულებს დაბალი რანგის მამრს მოემსახუროს მას ორალური სექსის სახით. რის სანაცვლოდ? უსაფრთხოების სანაცვლოდ. რა არის უსაფრთხოება? რომ ეს ალფა მამრი მას ამის მერე უმიზეზოდ არ სცემს. და ასეთი ძალიან ბევრი ვერ ნახავთ თქვენ დანაშაულს, ცოდვას, რომელიც ცხოველთა სამყაროში არ ხდება. ცხოველები ერთმანეთის მოკლედ სიამოვნებას ყარიღებენ. რა იცი? არ ვიცი, გეკითხებით. არ ვიცით? არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთს კლავენ, გლიჯავენ, ჭამენ, ძალადობენ. ჟირაფი, პაწაწუნა ჟირაფი რომ გაჩნდება ვოლიერში, როგორც კი წამოიჩიტება და უკვე დაეტყობა დედრს რო ესე, მამა ჟირაფს აშორებენ ვოლიერიდან, იმიტომ რომ მასზე იწყებს სექსუალურ თამაშობებს. ანუ, ნახეთ, ადამიანში ეს ყველაფერი გაჯერდა ინტელექტით. და ინტელექტი თანაგრძნობის გარეშე, ინტელექტი აი ამ ემპათიის გარეშე, აი ამ სისტემის გათიშვის გარეშე, ინტელექტი თანაგრძნობის გარეშე არის ეშმაკი. მაგრამ ეს ეშმაკი არ არის რქები, კუდი და ჩლიქებით. არა, ნეტავი მასეთი იყოს. ერთად თუ გააქვს ჩლიქები და რქები და კუდი, ხარ მკაცრი ვეგეტარიანელი. არც ერთ ცხოველს, რომელსაც ეს კომპლექსი აქვს, არ ჭამს ხორცს. აი ღორს არ აქვს მაგალითად რქები, ლეშს ჭამს. ესეც ცალკე ის არის დემონიზაცია რა არის, ესე იგი რქებით, კუდით და ჩლიქებით პანი იყო. პანი, ღვთაება, პანი. ეს არის ტყის ჯოგების მცველი, ხო, რატო ჩლიქები რო დარბოდა კლდეზე ესე, ხო, თხა ხო არ ვარდება ესეთი რქები, იმიტომ რომ დაიცვას ეს ისა თავისი ტყე რო არავინ წაბილწოს რაღაცა, ხო, კუდი წონასწორობისთვის და ბალნით არის დაფარული, იმიტომ რომ ველურია. ხო? ეს არის პრიმიტიული, ჯერ კიდევ ეს შამანიზმიდან მოყოლებული. შამანიზმით იწყება ყველა რელიგია. შამან მოდის სავარაუდოდ სანსკრიტული სიტყვიდან შრავანა, მოსმენა. ანუ ეს არის, ვინ არის შამანი? აი, რო დადის ესე, ხო რა? იმას თავისი სიკები აქვს რა, ვის რა არის, ხო? აი მესმის, გესმის ჰალუცინაცია გაქვს. ჰალუცინაცია გაქვს, რო გესმის. ხო. და რისი იმიტომ რომ სვამდნენ ნარკოტიკებს. ფსიქოდელიკებს სვამდნენ და კონდეთ ხა დაამტკიცე შენ ახლა იმას ჰალუცინაცია აქვს თუ მიღმერ სამყაროსთან ურთიერთობს ეს ცალკე საკითხია შრავანა მოსმენა ესმის ხო ასევე მეორე ტერმინია სანსკრიტში სავან თუ რაღაც მაგდაგვარი რაც ნიშნავს შეშლილი ხო აი აქედან იწყება ეს ყველა ეს რელიგიები. რა იმაში რა ქვია, მეფშტეინის საბანკო ანგარიშის სახელი იყო ბაალი. და ბაალი ფინიკიური ღმერთია, რომელსაც წირავდნენ ბავშვებს. ხო. და მაგალითად ეხლა კვლევა წავიკითხე, ეტრუსკები, რომელიც მიმაჩნდა ეხლა კულტურის ცივილიზაციის და რაღაცა ეტალონურად, იმათაც თურმე ახასიათებდათ ბავშვების მსხვერპლ შეწირვა და მანამდე რიტუალურად აუპატიურებდნენ ბავშვებს. ეხლა ამას რა როგორ შორს წაგვიყვანს რა საკეთებდა. ეხლა დააკვირდეთ ფსიქოლოგია რა არის. მამა სწირავს ღმერთს შვილს, რომ აჰა შენ მე ამას ჩუქნი. ოღონდ შენ წვიმა გამოუშ. ვაჭრობა. ანუ რაც ჩვენ შორის მოსულა, რომ შენ რომ მე ახლა ამას გაგიკეთებ. შენ მე ხო იმას გამიკეთებ. ანუ როგორიც თვითონ არის ადამიანი, ისეთია მისი რელიგია. ხო? როგორ ისლამია ავღანეთშიც, არაბთა გაერთიანებულ საემიროშიც და ცადა დედამიწა აქ, ესე იგი მიწასთან გასწორებულია ეს ავღანეთი და ირანი, ნახეთ რა ხდება და იქ ყვავის ცათამბჯენებია და 23 საუკუნეა ლამის. კი ბატონო. ცალკე საკითხია იქ ეხლა კიდე როგორი არა, მე ვამბობ აი ტექნოკრატიაზე, ხო? ერთი და იგივე რელიგია, მაგრამ ხალხი როგორია, ხალხის ტვინში ეს როგორ გარდაიქმნა, ხო? ამიტომ ყველაფერი იწყება თავიდან. და ყველაფერი იწყება თავიდან. საბერძნეთი,
ამაზონიის ჯუნგლები, ჩვენ როგორ ვართ ცხოველები, ჩვენ ვართ ცხოველები. ღმერთის ინსტინქტებით დატანჯული. ამ ტანჯვაში იბადება პოეზია, ფილოსოფია, დიდებული შედევრები და იბადება აი ეს უბედურება და არჩევანი ხომ უნდა გააკეთო. ხედავ რომ უგვანო ყურისთვის გაუგონარი რაღაცეები მოგწონს. წადი ექიმთან. ხო. გამოსავალს მაგაში ვხედავთ მარტო. მკურნალობ. ხო. იმიტომ რომ ეს ავადმყოფობა. კი. მაგრამ ნუ ფაქტი არის რომ სწორი მკურნალობის საწინდარი დროული და სწორი დიაგნოზია ბენედიგნოს ბენ კურატორ. კი ბატონო. სულ ბოლო ტრადიციული კითხვა და დავასრულოთ. უბრალოდ ერთ კითხავთ. აი ამ როგორ დავიცვათ თავი? აი ეგ არის წარმოუდგენელად რთული კითხვა. ხო, აი მე რას დამემართ, რაც მოგიყევით, რომ გავითიშე 5 დღის განმავლობაში და საერთოდ ასე. იგივენაირად ნალექით დავდივარ. როგორ დავიცვათ თავი? რა შეიძლება გავუკეთოთ? არ წავკითხოთ ინფორმაცია, არ გავიცნოთ რაღაცა. ბავშვს რა ვუყოთ, კაცო? ბავშვებს რა ვუყოთ? მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში სანზუნაში ვიზრდებოდი. და ვარ სადღაც 11 წლის და აი უბრალოდ აი რო გგონია რომ ბავშვს არ ესმის და რაღაცა ისე ყური დაუკვდე რომ სადღაც თბილისში ესე იგი დედა აბანავა პაწაწო და გოგონა 5 თუ 6 წლის აბანავა ესე ხო და გაახვია პირსახოცი და მამას შეუგდო ლოგინში და მამა ყოფილა ნასვამი. ახლა სანამ აბანა ბაზანა მიალაგა სადამ რაღაცა ესე აკეთეს რაღაცა ხმა გაიგო რაღაცნაირი ესეთი. და რო შემოვიდა ნუ ნახა მაგრამ რა ნახა დასისხლიანებული სარეცელი მოკლედ მამა მიძალა და ბავშვს ესო შეტრიალდა ეს ქალიო. აიღო ხორცის საჭრელი ნაჯახიო და 20-მდე ჭრილობა მიაყენაო ქმარს და მოკლაო. მე არ ვიცი მე ამის გაგრძელება. მე მახსოვს მე რა დამემართა. ეს ხო ისე გაჟღერდა რომ იმათ ეგონათ რომ მე არ მესმოდა არაფერი. და ეს იყო იცით როგორი აი პირველი რაღაც ესე შესკდომა რაღაცა გაუგებართან. მე ვერ გავიგე ბოლომდე რა მოხდა. მე გავიგებე. ხო. ანუ რა ესე იგი მამასთან ბავშვი არ დავტოვოთ? მეგობარი მეზობელი რაღაც არ დავტოვოთ? როგორ მომიტრიალდება ენა ვთქვა რომ ესეა მაგრამ მეშინია. რა ქალები არ არიან საშინელი პედოფილია ქალებში უბრალოდ ძალიან ცოტა. რატო? შედარებით ცოტაა ქალებში. ანუ მიზეზი აქვს მაგას? იცით რა არის მე ვერ ვნახე, მე ვეძებდი, იმიტომ რომ სტატისტიკა ხო ვნახე რომ სადღაც 94-96% ეს არის პედოფილია მამაკაცებში უფრო გავრცელებული. მაგრამ ქალების პედოფილია ნაკლებად არის შესწავლილი და არ იყო. არის აღწერილი რომ აი თქვათ მასწავლებელი, რომელიც იყო 27 თუ 28 წლის, თავისი 15 წლის მოსწავლესთან, ესე იგი გააბა რომანტიული ურთიერთობები და მისგან გააჩინა შვილი და მე მოკლედ ამის ხო პედოფილიის ელემენტია ესეთი, ხო? კი ბატონო, არის. აი იყო ერთი საინტერესო კვლევა რომ ბისექსუალი კაცების რაოდენობა და ბისექსუალი ქალების რაოდენობა იყო შესწავლილი. ბისექსუალი ქალები 4-ჯერ მეტიაო ვიდრე ბისექსუალი კაცები. უბრალოდ გამოვლენა არ ხდება, არ მჟღავდება. აი ჰომოსექსუალ კაცებს უფრო ეტყობათ. ხო? ან თუ ნიღბავენ, ხო, იმათი ძალაუფლება და სოციალური სტატუსები სხვა არის. ქალებში ჰომოსექსუალური ორიენტაცია თუ ძალიან ბუჩი ტიპი არ არის და ძალიან კაცურად არიცმევს და ძალიან ისე, ხო, ამიტომ აი ეს გენდერული მომენტები სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე, უფრო სხვანაირად არის წარმოჩენილი. ხო, ეს რაც იყო რამაც გამაკვირვა, რომ ესე იგი ეს ბისექსუალიზმი აი აქ ესე 4-ჯერ მაღალიაო ვიდრე კაცებშიო, ვიდრე ქალებში. პედოფილია აი სადღაც 4%-ია და იქ 96%-ია. რატომ ეს არ იყო ახსნილი? დაცვა მე არ ვიცი როგორ. სულ ყურადღება და ყველა უნდა ყავდეს ეჭვის ქვეშ. არავის თურმე არ უნდა ანდო და არ ვიცი ასეთი ცხოვრება რა არის? არის ძალიან შეუძლებელია ეგეთი ცხოვრება. ეს არის იცით რა სახელმწიფოს უპირველეს ყოვლისა პრეროგატივა. აი ეს კამერები რაშიც ჩვენ მე რომ 5 წლიდან ვსწავლობ. 24 წლიდან ვსწავლობ და ვმუშაობ.
დღემდე მე სიზმრება მისახებ გამოცდებს რომ ვაბარებდი სამედიცინო ინსტიტუტში და ჩემით მაქვს ჩაბარებული. და რას ნიშნავს სამედიცინოზე სწავლა, აგერ გამოგვეხმაუროს მე ჩვენ მაყურებელი რა ამხელა ის არის ჩვენთან ერთადერთი ინსტიტუტია, სადაც არ არის დაუსწრებელი ფაკულტეტი. და აქ რა არის ანატომიას და ჰისტოლოგიას და ბიოქიმიას და ელექტროლოგიას და ასე შემდეგ. და ჩემო და ხო და მე 12 წელი რო სწავლობ და თქვენ იცით პოლიკლინიკაში ექიმი უბნის ექიმთან რომ მიხვალ და რომ უნდა ხო იმის კონსულტაციაზე რომ მიხვალ ხო პრაქტიკულად არაფერს არ იხდის შენ ხო სახე ექიმის ცოდნა 12 წელი რო ისწავლის რა ღირს 38 თეთრი ერთი ადამიანი ერთი პირველი რაც ურტყამს საზოგადოებას ეს არის სიგარები ძალიან მეორე აის ჩვენი ესე რომ ვისწავლეთ და ჩვენ რომ ვიშრომეთ და ჩვენ რომ მე გვებეგრება 20% და მიდის სახელმწიფოში და იმით არის დაგებული ჩვენი გზები იმითი შენდება იმითი რემონტდება როგორც ტეჩერის ფრაზაა რომ სახელმწიფოს ფული არ აქვს სახელმწიფოს ფული ეს არის მშრომელი ადამიანების დააბეგრილი ხელფასიდან აღებული ფული ის ჩვენი ფულია და იმ ჩვენი ფულიდან რომ არის ეს კამერები ნაყიდი და ის ვიმეორებ აი საწყალი ქალბატონი თავისი შვილის მკვლელს დღემდე რო ეძებს და კამერები რო ჩართული ყოფილიყო იპოვიდნენ ხო ის კამერები უნდა იყოს ჩართული მარტო მთავრობის სასახლეს კი არ უნდა გქონდეს მოფენილი ალუბლებივით ყველგან უნდა იყოს რომ პატრული იმედი როგორიც იყო ესეთი იმედი უნდა იყოს დღესვე ხო რომ ვაიმე ყველამ უნდა გაიაროს ეს 12 სეანსიანი ტრიპი და სათავეში უნდა იყოს ისეთი ვისაც აქვს ჯანსაღი სიმთვრალე ვერა დაიცავ არა გარანტია რომ კორპუსი სადაც ნახევარი სადარბაზო გაქირავებულია უცხოელზე შენიანი დაგმართებს უბედურებას თუ უცხოელი ტურისტი რომელიც დაკრავს ფეხს და ისეწავა დატოვებს ქვეყანას როგორც დაგიბარებია ეს ხომ სახელმწიფომ უნდა ხო ანუ პასუხი არ მაქვს კი ბატონო და სუბო ტრადიციული კითხვა ეს ცოტა სუბუქება იქნება ესე ვთქვათ ყველა სტუმარს ვაკითხებ ესეთ რაღაცას რომ თუ თქვენ თავს წარმოიდგენთ ისე რომ არ ახსენოთ თქვენი სახელი, თქვენი გვარი, თქვენი წარმომავლობა აი ყველაფერი რასაც ადამიანის გაცნობის მომენტში ამბობთ ხოლმე როგორ წარმოიდგენთ თავს არაფერი მადლობა ძალიან საინტერესო იყო კიდევ ერთხელ და ალბათ კიდევ ბევრჯერ გიხილავთ ამ პოდკასტში თქვენ თუ ამისი სურვილი გექნებათ რა თქმა უნდა მადლობა მაყურებელს რომ ჩვენთან ერთად იყო და რა ვიცი თუ მოგეწონებათ გამოხატეთ თქვენი ემოციები და კომენტარები უბრალოდ კომენტარებში მადლობა